მახარასავით დავიწყებ. მოგესალმებით, პირდაპირ ეშია, ასე მორი გამოგდებული კომენტატორი, ხაიმასკნეს და ქვია, რატო გამოგაგდეს? რატო გამოგაგდეს? აი ესეც გამოაგდეს. რატო გამოგაგდეს? მედი შენ კალა იყავი. მედი, ხო კარგად დაკეთებ ჩემ პაროდიას, მედი. ბიჭო, მე შენ იმიტომ გითხარი მაშინ ეგრო, თქვენი გამოგდების მიზეზი ძალიან ვალიდური იყო და მეც ვეთანხმები მაგას, იმიტომ რომ ჩემ გადახდილ ფულსაც ვიხდი ტელევიზიაში, იქიდან არ უნდა მის. ხო, მაგრამ მე ხო სილკიდანაც გამოგდებული ვარ. სილკიდან ხარ. კიდე საიდან ხარ გამოგდებული? პირველი არხიდან. მაშინ მიგებ. ვაფშე, აბსოლუტურად რაც კი რამე არსებობს, ყველაფრიდან გამოგდებული არის. აგროვებს ამას. როგორ ხარ? ჩვენ კი ვილაპარაკეთ საათ ნახევარია, სანამ ახლა მოვიდოდა პრინცესა. სალამაზ. კარგად. ძალიან გიხდება, სულ შუა დღეს გაგვიწება. აი ეს მარცხნილობა ბალიშმა იზრუნდა თუ შენ იყენებ ხოლმე, ძალიან გიხდება მართლა. მასკანდერებს. ბოროტად იყენებს, რომ ჯერ გამოფხიზლებული არ ხარ ბოლომდე. თორე გამოფხიზლებული რომ ძალიან მეშინია ხოლმე, აი. ვილვეტის შარვალი გადაუჭერია ამ კეთილ ეთყობა დაცხა. ფილ სიტყვების გარეშე არ შეგიძლია შევერწყო მომაყენო? რაგაცვია? გაგრას მაისურია გამომიგზავნეს ორშაბათობაში. და იქვე რომ გაიხადე, იმიტომ ჩაის დღესაც ეგა? გაიღვიძა შენ ერთ ნახევარ საათში და მერე ვილაპარაკოთ. არა. მინდია ჩვენ მყავდა სხვადასხვა ერთკვირიან ლაივზეც ჩამოვიდა. გიხსენებია ორშაბათში. და ერთ-ერთი ისეთი მოთხოვნადი სტუმარი ხარ ზოგადად რა. ძალიან უყვარხარ ხალხს და მოთხოვნადი სტუმარი. ეხლა თან იმ დღეს გავიგე ორშაბათობა, ჰა? მაგას გეპასუხე. სტუმარია მოთხოვნადი. რაცადე რა მაქებს. სტუმარია მოთხოვნადი, თორე წამყვანი კი არა. გაიგე? კომენტატორი არ ვარ მოთხოვნადი. ისე უხარია ხალხს. როგორც და ორშაბათობის დონაციიდან გავიგე რომ შენ წამოხვედი, ანუ ვიცოდი რომ წამოხვედი, მაგრამ რატო გამოუშვეს და ბიჭო, აი მე კორპორაციასა და ადამიანს შორის ყოველთვის ადამიანისკენ ვარ, იმიტომ რომ ძირითადად მე ვარ ხოლმე კორპორაციის წინააღმდეგ სულ და შენ შემთხვევაში კი ვილაპარაკეთ რაღაცეები, მაგრამ რას აპირებ ეხლა რომ წამოხვედი და რატო ხალხს გითხარი საქმეს გულს ჩააყენე ხალხი უკვე თუ არა? ხალხმა იცის. ხო. მაგრამ ესე მიზეზებზე არ მილაპარაკია. მიზეზი მარტივი არის ორ მხარეს, ანუ ჩემსა და სეტანტას მხარეს რაღაც საკითხზე გქონდა განსხვავებული აზრი და რაღაც დიდი პატივისცემით ვერ დავეთანხმეთ ვერც ერთი მხარე და მაყურებელსაც რა ვუთხრათ? ამასაც მესიჯი მოუვიდა, გაჯვენებული და დოდივე. მაყურებელსაც რა ვუთხრათ? საქმე ეხება Just Engage-ის თემას, თუ ყვითელი ფეხი ქონდა თუ არა, ამაზე ვერ შეთანხმდით. და მინდიას მოუწია წამოსვლა. ანუ ჩაწყობილი იყო, არ ჩაწყობილია ეს გამოხდა ეს ყველაფერი. ანუ კორპორაცია რა შვეშია? აი, ნახე, მეც ეგ მაინტერესებს, ვიდი კითხე מחარ. მართლა რა შვეშია? არაფერში. მე ჩემი აზრი ეგ ექსტრადაციო პოლიტიკის უხეშად ჩარევა. არა, ეს არაფერში რაში არის ხუმრობს ახლა გეიჯის ფეხებზე, მაგრამ შენი აზრით შენ როგორ ფიქრობ მეთქი? რას? გეიჯის ყვითელ ფეხებზე. თუ არ გიყურებია საერთოდ. არა, უყურებ, ეს არ ვიცი, ბიჭო. მე მგონია რომ ჩაწყობილი არ იქნებოდა ეგ. ანუ აი თოფურიას ვთქვეს, რომ შენ ძმაო, ეს ჩხუბი უნდა წააგო და ამან კი, ეგ არ იქნებოდა. ეგ რო ფიქრობ. კაია რომ არა, პირდაპირ ვერ იტყვი ახლა. არა, გამორიცხული არის, რომ არის რაღაცები რაღაც. აი მე დვალიშვილი რომ გაამწარეთ. ქართულ ახლა ამწარეთ. რატო გაემიჯნე ანუ? ისე გაამწარეს, რომ აი უნდა ცემა ის რა. ძალიან გააბრაზეს. მე მგონია რომ არ იზავდა მაგას. ეგ წინა მდებარე პროცესი რო არ ქონოდა მაგას. მე მგონია რომ დვალიშვილი მაგას არ იზავდა. აი შუბა დავხიეს რო იზავდა, ხო იცი იქ იმდენად დააბულნიკეს რაღაცები უწერეს, რომ ეხლა განახებთ ვინ არის ქართველებს და გააქანდა ტენა რა. აი მე ეგრე მგონია მართლა უნდა. მაგან უფრო იმოქედა დვალიშვილის მაგას აქციებზე, თორე არ იზავდა. წინა დღეს ველაპარაკე მერაბს ინტერვიუ რო ჩავწერე, სანამ აი ზუსტად ეგ პრეს-კონფერენცია იქნებოდა და მთელი ინტერვიუს განმავლობაში, მოკლედ ინტერვიუ დავდეთ სადღაც 32 წუთია შემარხზე და 1:25 წუთი მაქვს ამოჭრილი. და როგორი რაღაცები მაქვს იცი ამოჭრილი, აი მე ხო იცით რომ მე ხო იცით არა თქვენ ხო ანუ ტიპს ქონდა ეგ მომენტი თავის თავში რომ აი რაღაცა ქონდა დასამტკიცებელი კომპლექსია კომპლექსო ისე გააბრაზეს რა და საქართველოს არ მიყვარს არა მიყვარს მაგრამ ანუ ვეღარ ფიქრობს რითი დაამტკიცოს რა ამდენი ამის მე სიგიჟია ჩემი რა ძალიან იყო აი და მაგითი დაამტკიცა რომ რუსულად დაელაპარაკეს და გაახადა ტენა აი რუსულად დაელაპარაკა მაგით ეგ არ ვიცი რამდენად დალაგდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში გახიზიანებული ხელის მიკროში შენი დედის პიში ურე გადაუჭირა აქედან
აი უკვე ის იყო. არა, ბიჭო, პირიქით, კაია, ალეზი კიდე ძალიან კაია, მომეწონა მე. მაგის გამო მე რაფს არ გავაკეთებ. პროსტა აი იმად დასანახად, აი ხა მეორე მიზეზი მოუგდეს მე, რომ აი ბიჭო, მაგას იქ ვიყავი, სახელოსნოში ვიყავი და იქ ხო არის ორი სამყარო არსებობს, სახელოსნო ბაზრები. იქ იძახის ეს ტიპი ამესე. არ უნდა ეკნაო რა. ეხა ეგენი 20 უკიანი ისინი დაურეკავინო, იცნობენო. მაგას სადაც გააჩერებენ იქ სცემენო რა. მეორეუბნო რომ ბიჭო, ამასაც ხო ყავს ხალხი ეს ცემა. ყველანაო ბიჭო, იმას აი ეგეთი რამე არ უნდა ეკნაო, მთელი დაღესტანი გადავკიდაო რა. გეგონება მანამდე ის პირზე კოსტინს ვიყავით. მეც ეგ მქონდა ეგ ის აზრი რა უყურებდა ხალხი რო წერდა რომ მაინც არ იყო საჭირო და თითქოს აი უმარს ენატკივა მერაბის ქებისგან ანუ ხო და აი ვაფშე რატო არის აი მაგას ვები ბიჭო რა დონეზე წამოვედი თუკანო რუს ევასებათ საქართველოს დაღესტნელები ევასებათ ანუ UFC-ში რო შევარდნენ ქართველზე მეტად არა მაგრამ ვიღაცები ხო არიან მაინც რომ გულშემატკივრები მაგრად ევასებათ ხო მაგათი სექტორი შეიძლება არ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვინც არიან კარგად ხმაურობენ რა მერაბ კაი იყო მერაბი როგორ შეიძლება დავითანხმოთ ჩვენ პოდკასტში სტუმრობაზე რამე რჩევა ხო რა გაკმინდია არახან ყავდა შენ სარუკიანი უნდა მოიყვანო ჯერ იმა რამე უნდა თავის სპონსორი ყავს და გაგვიჭირდება ჩვენ ალბათ არ ვიცი რამდენად გაგიჭირდება არ ვიცი რამდენად გაგიჭირდება მაგითი ხო იმაშვებიან ბიჭო ბრიდავენ პონს ხა იმას არ მგონია რომ გაგიჭირდეთ რა რეალურად იყო მცდელობა რამდენჯერმე და უარი პირდაპირ მერაბისგან აყოფილა უარი მაგრამ არა იმათმაც ისეთი უაზრობა მოითხოვეს რომ აი უარი არის რა მაგაზე თანახმა ვიყავით დაჟე მაგაზე თანახმა მაიკაროს მოდა მაგაზე თანახმა ვიყავით მაგრამ მე რა კარცი წესით ეხლა ჩემი გადმოსახედიდან ნიკოლ შოუ არის იმე ნიკოლ შოუ მოგწერა ძალიან ბევრი მაშინ რომ ის არის და გია მომწერა სურამელაშვილმა კაი ეს ძაც მომწერა აბა ვოისი თუ მოგწერა არა მომწერა რა ცუდია мама რომ მოდაში აღარ ხარო იმედი არ ვიცი ამერიზიანა ანუ შენ ჰაიპი გადავიდაო შენიო ეგრე გითხრა ჯამაჭირა ეს უკანა და ხო და აღარ მოვალიყო ეგ კალა თქო მოდაში თქო ეგრე უთხარი არა ეგრე მომწერა რომ რა ცუდია რომ მოდაში აღარ და შენ რა მიწერე არაფერი მიწერე დავსინე ჩემი პოზიცია გავამაგრე გია თუ მიყურებ მამას დაულინკეთ ეს მამა გელოდებით არც ყვავილს მოგართმევ და არაფერი ისე მოხვალ აქ ავილაპარაკოთ ერთხელ სამუდამოდ რა არის შენი საქციელი რას ნიშნავს შენი საქციელები როგორც ესე იქცევი ძალიან უხდება გიას TikTok-ი სერვერზე ხوار დაპატიჟებდი შენთან რომ შემოვიდეს ძალიან საინტერესო არა შენ ხო გასტრიმე და აღარ არის საჭირო გია და ისინი მახარ მე ალბათ დააკვირდი რომ სოფლიო ჩემპიონატის პერიოდში არ მცალია შენი სერვერებისთვის და რაღაცებისთვის კიდე არის ხო სოფლიო ხო ერთი თამაში და ორი თამაში არა ორი ხო მე სამე თუ ვერ გაიგე სხვათა შორის ნუკირო ყავდა წინაზე სტუმრად ერთ-ერთი ტოპ კომენტარი იყო რომ უახლოვდებიან სურამელაშვილს რა ნუკირო იყო სტუმრად და ნუკიმ სხვათა შორის გამოგვიგზავნა არ დავიწყებია თავისი კოსმეტიკა და როგორმე რომ გამოცადოთ მაინტერესებს ეხანახე ალერგია არ ვიცი ორაგულის სპერმისგან დამზადებული აქ არის თუ არა შემიძლია დავაზუსტო ეს სტუმარსაც გამოუგზავნა არ ვიცი ეგ მოვიდა სამი არის და სხვადასხვა თუ არის შეიძლება ჩემთვის არის სამ-სამი დევს სამ-სამი ხო მაშინ ერთი შენია აჩქა გატესტეთ ჯერ არა მოდი ახლა რა არის რა არის ჯერ წაიკითხე ნუკი კოსმეტიკს რამე უნდა გავტესტოთ ახლა ეგრე არ გამოვა აჰა გაგიხსენ შენ უთხარი გამოგვიგზავნე რაღაცები და ტესტე შენ ეხა მე რას გამიგზავნე რაღაცები ოპა აღარ ტესტავში კენტელა ლუმი გლოუ ტრილ მოსტურიზე რინკ ლეკარე სპოტკარე ექსპლოიზი დამატენიანებელი ხო არის დაატენიანი აი დიდი ხანი უყუროთ ეხა მომსგავსებას ჩვენ თუ როგორ არის სუნი აქ ვიდეო ესე რა არის ეს ხარისხი ეთყობა კორეაში პლასმასის ბოთლია მინდიას YouTube-ზე მინდა რომ ვკითხო მე სანამ ჩვენი კოსმეტოლოგი გატესტავს თავის რევიუს დაწერს 10000 გამომწერზე ავდივარო ხო უახლოვდები ეხა არის 9 რა არის და
ნელ-ნელა ვამატებ და როგორ გის თვითონ ეს იუთუბერული პროცესი როგორ გისწორდება? იცი რა, საინტერესო არის, ახალი არის. მიჩვეული ვიყავი, რაღაცნაირ კომფორტის ზონაში ვიყავი ბოლო 10 წელიწადი რა, სპორტში ვმუშაობდი, სპორტს ვაკეთებდი, პარალელურად კომენტირება 8 წელი. და ეს რაღაცა ახალია რა. აშკარად სხვანაირად გაკეთებადი ტიპი არის რა. ისე არაა რომ რაღაც შეხვალ და შეუძლია რომ დაჯდები რა. შენით აკეთებ ყველაფერს თუ გეხმარებიან? ჩემით ვიღებ იდეაში კატს მე თვითონ ვაკეთებ, მაგრამ მე მეხმარებიან რაღაცების გაპატიოსნებას ვეთქვი ვიდეოს. იქით რა ხდება? გამოდის რამე. კორეულად აწერია, ხო. საერთოდ რაღაცაში რო ხარ პირველი, არის მნიშვნელოვანი რა ნებისმიერ სფეროში. აი YouTube-ზეც ვიღაცები პირველები რო იყვნენ, რაღაც თავისი ადგილი დაიმკვიდრეს და შენ ამ შემთხვევაში გაქვს გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად აკეთებ საქმეს, ერთ-ერთი პირველი ხარ, რაც UFC-ს შემოვიდა, შენ ხმასთან ასოცირდება, ლადოს ხმასთან ასოცირდება და მე როგორც დილეტანტი შედარებით მოყვარული ქართველები გაიჩნდნენ, მე უფრო დავიწყე ყურება და თვალის მიდონება, თქვენ თუ არ ხართ, აი თქვენი წყვილი თუ არ არის. უკვე ვიღარ მე საკომენტატორო სკოლას ხარ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე დიდ პატივს ვცემ და ჩემთვის მნიშვნელოვანია ვის მიყავს და აი თქვენი წყვილი რო ირღვევა ხოლმე უკვე ვეღარ უყურებ ისე სხვა ანუ რესპექტის ყველას ვინც აკეთებს მაგ საქმეს, მაგრამ კომენტატორი რო შეგიყვარდეს და მიეჩვიო წლები უნდა მაგას და დოჭირდება. იდეაში კომენტატორები ეხა MMA-ს ნამდვილად მეც ვფიქრობ რომ კარგი კომენტატორები ვიყავით და მაგისი მიზეზი ის არის რომ ძალიან ბევრი გვაქვს ნამუშევარი რა მაგ ყველაფერს და პლუს ან პირველები ვიყავით აქამდე კომბატ სპორტი იყო ესე რომ აი მაგალითად შეიძლება ფეხბურთის კომენტატორი დამჯდარი იყო იმიტომ რომ დაუშვათ თუ გადის ჭიდაობა არ არსებობს ესე სპეციფიკურად კომენტატორი სპორტთან კომბატ სპორტის შენ კრივიდან კრივის ბაზა გაქვს ხო და მე მიყვარდა კრივი და ბავშვობიდან მიყვარდა რაღაცა სუმ კომბატ სპორტები მოკლედ და რომ დავიწყე კომენტირება თავიდანვე ვიყავი კომბატ სპორტის კომენტატორი. და აქედან გამომდინარე მაგ კუთხით თუ შეხედავ პირველი გამოვდივარ, იმიტომ რომ სხვა მეგონი არ არსებობს ეგეთი, აი კონკრეტულად რომ კომბატ სპორტი. ლადო უფრო სუმოევას. ლადომაც და მეც ორივემ დავიწყეთ სუმოთი. აჰა. და პირველი რეპორტაჟი რაც ქონდა, შენ და ლადო იყავით თუ ვისთან? MMA? ხო. კი, მე და ლადო ვიყავით. 7 წლის წინ. 7 წლის წინ. ხო, არა, ძალიან აიკონიკ დუო ხართ უკვე რა და ესე იგი ვეღარ ვნახავთ რაღაც პერიოდი როგორც მინიმუმ. ხო, ვეღარ ვნახავთ. ნახავთ ხოლმე რკენაზე. ეხა იქნება რკენა მალე ამ წელს, შეიძლება 2-იც იყოს და მე ესე მითხრეს რომ რკენაზე ჩვეულებრივად რკენაზე ისევ იქნება. რკენაზე ისევ იქნება. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ხო მაგ წყვილი დაშლა. ლურსმანზე არ ჩამოვიდებ საკომენტატორო ხმას. ახლა გამოდის რა. ცოტა მაგ ეგარ. საკუთარ თავებს რომ მიხედოთ ძა. კი ბატონო. შეგვიძლია გამოგძოთ? ცოტა ხანი ესე არ გამაცინოთ სახის ნაოჭებისთვის შეიძლება. ეს კომენტატორობის თემა თან ხა ნოსტალგიურია, რომ მოდიხარ გენატრება რა რაღაც პერიოდი როგორც მინიმუმ და ცუდი ის არის რომ რაღაც ტელევიზიებია რომელთაც აქვთ რეპორტაჟები და თუ მანდ არ ხარ არ ხარ. არ გამაცინოთ ეს წესი. ხო, მე ვერ მიყავს და არ გიფიქრე რომ მაგ მონატრებას რითი უნდა ებრძოლო. ეს მინდა რომ იცი რა თვენახევარი გავიდა დაახლოებით რაც ვიცი რომ აღარ ვარ კომენტატორი და უკვე მივეჩვიე მაგ და ბრძოლას ესე არ ვაპირებ მაგრად მომენატრება ხოლმე, მაგრამ YouTube-ზე ვაპირებ რომ დავამატო რაღაც ლაივები, მაგალითად Fight Companion-ი, ერთი ვარიანტი. როგანიცაც აქვს. დაახლოებით ეგ. და ხო, მექნება ხოლმე კიდე ერთი ფიქრობ განხილვის ლაივი მჭირდება ივენთის შემდეგ. და რაღაცნაირად მაინც ხალხთან მექნება კომუნიკაცია. რა ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ადამიანებთან
კომუნიკაცია. მე ეგ მჭირდება. ეხა ისეთი დროა თან რომ ტელევიზიიდან წამოსვლა და კომენტარობის რაღაცა დროებით ლურსმანს დაკიდება, ეგეთ ტრაგედია არის, როგორც ადრე იქნებოდა. იმიტომ რომ დღეს მაინც გაქვს საშუალება რომ მაინც არის ტრაგედია. ტრაგედია მაინც. ხო, მაინც არის ტრაგედია. მე ძალიან მიყვარს. მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. აი, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ყოველდღე თექსტზე ხო, მაგრამ ეს ხო შენი საქმე იქნება. კი. ეს შეგიყვარდება. ეგ ნაწილი, ანუ ეგ თავი ჩემი. აი, ძალიან მომეწონა მას. შიგნით ასე ვთქვათ, დავხურე უკვე. ანუ ეგ ვიცი რომ მაგან ჩაიარა. თამოსკინის და ეხა ახალ ეტაპზე გადავდივარ რა. ძალიან კაი. თამოსკინი და ჩვენ აგერ YouTube-ზე ემასათი ჩვენი გადაცემა მეგობრებო, ანუ ფუ პოდკასტი დღეს არ არის, რაღაც სხვა არის, ის ვაფშე სხვაგან არის. ფხიზლდები ხედავ რა. დილობიან დრო შეგიძლია ითხრა ხოლმე აგეთ რაღაცები აბა გარეშე თქვი? ფხიზლდები შეჩემისა ხო ხედავ. ეგრე ფხიზლდები ხოლმე ყოველ დილით, ანუ აუცილებლად. ვიღაცები იყენებენ წყლის შესხმას, მაგრამ ძალიან ცუდია ხისტი წყალი სახის კანს. რაღაცნაირად აი სუპერ გმირს გავხარ რომელიღაცას, ოღონდ ვერ გეტყვი ხუბის შემდეგ. ხო. სახე რო აქვს ახეული, ეგეთი სუპერ გმირი ხარ? აი ამის გამო ეს წესზე არ არის გათვლილი, გაიგე? ხო. არა მგონია შენ სახეზეც იყოს გათვლილი. არა, ძალიან დამამშვიდა. კალა, შენ არ მოგინდა ეხა? ჰა? ახარა თუ გაკეთება იმის. მართლა თვალუწვდენელი შუბლი გაქვს, იმენა გადაგეწყდება ეს. თვალუწვდენელი შუბლი მაქვს მე? ხო. რა? რატომ მაქვს თვალუწვდენელი შუბლიში? აბა ეს რო გამოწოლე გაიწია, აბა ეს წამი. აჰა. არა, ეხა ეს დიდი შუბლი არ არის? დიდი შუბლი? აი, ცუდი არა. საშუალო რა, თვალუწვდენელი შუბლი სხვა რამეა. თავს კარგად ჩვეულებრივი შუბლია. თვალუწვდენელი შუბლი შენ გაქვს შეჩემა. არ გაქვს? ჩემს დიდი შუბლი შენ გაქვს. იმიტომ რომ ტვინი ვერ ეტევა. აი, მადლობა. ბამბები არ მოაყვა, ბამბები? ბევრი რაღაცა დევს აბა. ბევრი არაფერი არ დევს, სამი რაღაცა დევს თუ 80. ნუკის დიდი მადლობა, მე სახლში გავიკეთებ აუცილებლად ამ ნიღაბს. გუნდიშას გადააყარო. მაგას სახისკანი ძალიან შეშუპებულია. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა უკვე საკომენტატორო კარიერაზე, YouTube-ზე რასაპირებს მინდია. ეგ სტანდარტული თემები ის არის. სანამ მოხვედი, რომ მოხვედი უბრალოდ მე თქვი რომ 3 საათი მძინავსო ღამეო. ხო. ნორმალურია. 4-ით შეიძლება მაქსიმუმ. არა, ბევრია 4 უკვე ის. ეგ რანაირად არ ახდენს, ანუ შენ 8 საათი გეძინოს, ვაფშე რა კომენტატორი იქნები, ხა წარმომიდგენი. არა. არ ვერ მძინავს 8 საათი. ერთმა თავისით მეღვიძება. და რომელზე იძინებ? აი გუშინ მაგალითად 7 იყო მე მგონი დაახლოებით და დღეს 10-ზე ხას ვერ გავიგე. გასაჩავე. ალბათ ხო. ისე დაგარტყმა. მე რამდენი ხანია ეგ მე ეგრევე ვიძახდი და უცებ ისე ამდენი ხანია? 1-5-6 წელია. არა. და მე უბრალოდ გაქვს ხოლმე გათიშვა, ხო? სადღაც. ფეხებში გამოგარტყავს ისე რომ მართლა მე ვიყავი. დაუმძიმე ეგრევე. ფეხებში გამოგარტყავს, ეს მუცელი გამოგებერება რაღაცნაირად. არა, სხვა რამეს გეუბნები. აი მე ვეღარ იგებ, მე ძალიან გერევა რა. მე ფაქრას რო არა და აი კაცუნო პროინძრები ხო ხედავ. ეგ ასაკის ამბავი არის. არა, წელია დაიწყო. 3 საათი ძილი ნიშნავს რომ შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან არამდგრადი უნდა იყოს წესით. არა, ზაპირიქით ძალიან მდგრადია. რაღაც რომ მეტყობა, არ მეტყობა რა. აა როგორ გეტყო? თან ვინ გელაპარაკება, ხო გააჩნია მაგას. შენი ფსიქოლოგიურობა არამდგრადიაო, რა, არ გგონია? მალე გეშლება ნერვები რა. არასდროს. რო გამოგაგდეს არაჭხუბე. არა, პირიქით. პირიქით. ბიჭო, გამოგდებას, მოდი ნუ დაუძახეთ. ყველაფერი გამოგდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტილი თანამშრომლობა. რა, ანუ ეგრეა ეხა. გამოგდება არის სხვა რამეზე. გამოგდება არის დავე გაჯვი, ხა შენ ფეხი არ ნახო, რასაც შენ გეუნებოდნენ ალბათ. რაც შენ შემთხვევაში მე მგონი მოხდა კალა. ჩემ შემთხვევაში? არა, ჩემ შემთხვევაში არაფერი არ ჩემზე სამსახურები ერთმანეთს უნეკავდნენ ხოლმე, რომ ეგ ჩემ შენ წაიყვანა, გადააჭმინე ამას. არ ვიტოვებ, ჩვენ არ ვიტოვებთ ამას. არა იყვანო, ეგ მოდისო და არა იყვანო მანდო. არა იყვანო? ხო, იმიტომ რომ ბევრს ჭამას მოგთხოვს, ფულს მოგთხოვს და ძალიან თესლი ვიყავი ხოლმე და იქ თუ არ ამიყვანდა ისე იქ დავრჩებოდი. და მაგიტო. თესლი რატო იყავი? აი, ძალიან მაინტერესებს. აი, ეს ამინდის პროგნოზებს და გრაფიკას რო აკეთებდი, სუმზეს რო ვიყავი. სუმზეს რო ტოვებდი და წვიმა რო იყო, მაგიტო იყო მაგარი თუ არჩევნების წინ გრაფიკა რო ქონდა გამოსაკეთებელი, რო დარეკე, რო აღარ მოვდივარ სამსახურში რომ მიატოვე, მაგ დროს იყავი მაგარი თუ? აი, მაგარი ეგ არის. ძალიან სწრაფი ვიყავი. არა, ტელევიზიაში უნდა სწრაფი ტიპები. სწრაფი რატო იყავი מחარ? პირადი გამოცდილებით გეწ. ერთი კვირა რო ქონდა დავალები რაღაცის გასაკეთებლად, ბოლო 15 წუთში აკეთებდა ხოლმე. ძალიან ერთ კვირიან ტასკს აკეთებდა ბოლო 15 წუთში რა. კარგად.
ნუ ხო, კარგად. აჩი იყო შენი უფროსო პრინციპი შენ შეგიძლია აჩის დავეკითხოთ. აჩი როგორი კადრი იყო מחარ ანუ ძალიან მაინტერესებს. რა ლევოს ნოზე ცოტათი შენგან ზეზე კოპირაიტის ჰედი იყო პირდაპირ უფროსი. რაღაცის ჰედი იყო და შენ იყავი ეხა ქვემოთ რანაწილი იყავი არ ვიცი. მანამდე თანამშრომელი იყო და მე სამი კაცი მოუყარეს და ჰედი ხარო და ო კაიო და მე ავღარ და თავში შენ ვინ იყავი? მე ვიყავი ყველაზე ხელშეუხებელი დიზაინერი. რიგითი ხო? რიგითი თანამშრომელი. ერთი მაგრამ მაგრამ ხელშეუხებელი. აი არუსი. რაფს უყურე გორელებმა რო რასა? სასწაულად მოიგე. არეებს. არა ოკეი. ყობა დავა არა ოკეი. ყობა დავარაშვილმა პირველი $1200 მაუსი მიყიდა მე რა სამსახურში. ხო? მომდევნო 2 თვე ჩამოდიოდა ხოლმე და ამოწმებდა ხოლმე ამ მაუსს რო სახლში ხარ ქონა წაღებული. ან რეპლიკა ხო არ დაამზადე ზუსტად ისეთი. მიგებდა ხოლმე გამოყენებას და 3 თვე კომპანიის დირექტორი ჩამოდიოდა და ცდილობდა ხოლმე ეს მაუსი გაეგო რა არის, რაში გადაიხადა ფული. $1200 მაისო შენ მაუსი შენ გამოაწერინე თუ თუ გჭირდებოდა? ეს მჭირდება. შეჩემა 15 წუთში კი არა ვაფშე საერთოდ თავის თუ აკეთებდეს ეგ საქმე. $1200 რომელ წელს მაუსი მართლა რა. ერთი რაც გვატყუებ რაღაც. $1200. ბუღალტერი პირადად ჩამოვიდა, ნათია ჩამოვიდა პირადად რომ $1200 შენ მოიტანო რომ ესო ჰაუ $1200 ღირსო და იყიდეთო. ზუსტი ფასი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ძვირიანი მაუსი აკეთიდა მახსოვს. $1200 ბიჭო, მაგდროს კომპიუტერს არ არ მაუსი არ იყო შეჩემა. ესე იდგა მაუსი გვერდულად და დავინჩის color correction-ის კნოპკები ქონდა რა, ამით ესე ატარებდი ამ არ ჯდებოდი შიგნით. ბუღალტერი ჩამოვიდა რომ ინუისი მოვიდაო და სიყვარული გაქვს და რას ყიდულობთო ბიჭო. მაშინ თან უჭირდა კომპანიას რა. ხო. და შენ ბოდიში. გიორგი, გამახსოვს შენ ხელშეუხებელი თანამშრომელი რო ასწრებდნენ ერთმანეთს ეს არ მე მინდა. ეგ იყავი შენ. კომპანიას რო უჭირდა ეს მოწყობილობა აყიდინე მაგ დროს. ხო. მერე? არა, მე იმას ვთქვი რომ კომპანიამ მიყიდა თქო. მერე? ჩამოდიოდნენ ხოლმე და იმას შევოდნენ და მერე უკვე მაგას დაურეკეს რომ მე რო წამოვედი იქიდან ერთ-ერთ ტელევიზიიდან ეგ არ მიიღო, ეგ ჩვენგან მოდისო და ამას ვიდეო ჩვენ გვჭირდებაო. რა იცოდნენ რომ ვის იღებდნენ მაშინ? არა, ძალიან მაგარი ვარ კიდე. კაი, მოიცა აჩის მაინტერესებს, აჩი. ხო. შენი ქვეშ შევრდომი ამ შემთხვევაში. შენ ჰედი იყავი და ეს ცოტა ქვედანაწილი იყო. არასდროს არ უჯერებდი ლეზენები. ხო, არა, რატო? აი, იმიტომ უაზრობები მოხდა. მახარას როგორ თანამშრომელი? ყოველთვის ჭირდებოდა თავზე დგომა რა. თავზე თუ არ ადექი რაღაც გასაკეთებლად, აი გამორიცხულია რომ ესე მიგეღო რაღაც ხოვნა. მაგრამ მართლა შენზე ლაპარაკობ, როსტა ვერ ვიცი. ყალა, სხვათა შორის, როცა თავზე ადექი, ძალიან აკეთებდა რაღაცებს. ახლა თუ ჩაუждდებოდი ვაფშე უკეთე. აკეთებდა ამათი გადმოსახედიდან შეჩემა უგემოვნოები რო იყვნენ. დიზაინს რომ აკეთებდნენ, ამას ჰო, კაია. აი უგემოვნოები დადგებოდა იმენა, აი ძიშოვი გემოვნები ბატონი. კი, კაია. და გული მერეოდა ხო ანუ მ***ობას მაკეთებდნენ და თან ახფრთოვანებული თავის დაირექშენით რო აკეთებდი და გაუკეთებდი ახფრთოვანებული იყვნენ როგორი გენიალური გამოვიდა და ნაგავი ანუ კარგი თანამშრომელი არ არის ახლა თავზე თუ ადგები ადამიანს ეს უკვე აი თანამშრომელი მე არ მახსოვს რომ מחარას ოთახში შევსულიყავი სადაც მუშაობდა და מחარას კომპიუტერზე აი რაღაცას აკეთებს რა ეგ მომენტი ყოფილიყო რა ყოველთვის რო ვებნე მე მეთქი ის ხო არის გასაკეთებელი რაშები რენდერდება ეს ქონდა კოდური ეგ არის მონტაჟეების ჰაკია ბიჭო რენდერდება კომპიუტერს ვერ ვეკარები ეგო ეს ორი ისეთი პროფესია არის რა აი რასაც ახლა מחარა ლაპარაკობს ეგ საჭიროა თორე ისე ვერ გადარჩენ სომხეთში რენდერდება არის აი ყველაზე მაგარი სომხეთში შევდიოდით და ერთ თვეში იყო მოსასწრები კლიპები რა გრაფიკული 3D კლიპები და რენდერი რო გაუშვით ბიჭო დაწერა რაღაცა 120 დღე დაწერა თუ რაღაცა რა რენდერმა ანუ შვებულებაში გახ ჩემოდანი ჩაალაგე არა ვახსოვს 120 დღე დაწერა ბაცა ჰაიტი 120 დღე დაწერა მოყავდა ვაჩვენე ნო არა ეს პრემიერის რენდერს არ ვიძახი 3D რენდერზე ვიძახი ერთიანი დიდი მაშინა პრემიერი წერდა თქვენ ნახევარს დაყოფა არ ვიცოდი და ერთიანი 3D სცენა იყო რაღაცა წუთიანი 3D სცენა იყო 3D-ში მინდოდა თან არ მიყვარდა ხოლმე მის სათავო რენდერი იმიტომ მიწედა უნდა მიხვიდე გადმოყარო ფაილი ერთიანად ეს ერთმანეთს ჩავკრიფავდი ხოლმე ამ 3D-ს და ერთიანად თუ არ რენდერებდი ხალა კაი კომპიუტერი რატო არ აყიდი და მივხვდი ხო მაუსი აყიდი იმიტომ რომ კაი კომპიუტერი მალე დაარენდერებდა მაუსი უწყობს ხელს დარენდერებას ბიჭო მოიტანეს ეს ვაჩვენე იმას მარკუსას რომ 120 დღე მერქი პროსტო ვერაფერს ვიზაობე აზრი არა აქვს ხო როგორ დაწერა ანუ ეს დღეებით ეწერა თუ თვეებით არა დღეებით ეწერა 120 დღე და საათი ხო და რაღაცა მინდოდა
ეს რა, მეთქი, ანუ ეს უნდა გავიდეს, მეთქი, ეს დარენდერდეს. ხო და სდენი არ უნდა გაიჩოს. კომპანიაში შეწოლის გენერატორი. და მეთქი, ეს რო ვიჯექი ერთ კვირაში მეორე კომპიუტერი მომიტანეს. ამაზე იმუშავე. რენდერ ფერმი ააწყეს კიდე ცალკე 4 კომპიუტერით, რომ დააჩქაროს პროცესი. ბიჭო, ამათ არ იცოდნენ, რომ ესეთი რაღაც არის ტრიდეში, რომ ანტი-ალიასინგს ანარეკლს რომ უმატებ, დრო პირდაპირ პროპორციულად იზრდება რა. აი, შუშა სხვა წყობ ირეკლავს 10% და 120 დღე უნდა. 20% თუ არ ეკლინებ, 240 დღე დაჭირდება. ამას ისე შეუცვლელი ხომ ესე რაღაც გავს დიდი. ეს გადაარყო და მეუბნებოდ ხოლმე მივიდა იმ მომენტამდე, რომელიც არის აი ძალიან დიდი რენდერი ჭირდება ამას რა. აი შუშებს თუ მიადგებოდა რენდერის დროს, იქ ყველა მიცოდა რომ სანთო თან რენდერდებოდა თან ცვლიდი სეტინგებს, ეგეთი ის იყო. იქ ცვლილებას კი გაძლევდა, მაგრამ რეალურად იმდეს არ გაძლევდა რა. მე ფეიდით გადამყავდა ხოლმე, აი ლარიანი ფეიდით ერთმანეთში გადამყავდა ხოლმე. მაგრამ მოვასწავლე მაშინ ერთში გავაკეთე ძალიან დიდი. და ეს მედაშინებად გამოგდებულები და ეს არის ისა, წამყვანი მუშაკი თან ისა ქვია. აციაობა იყო. აციაობა იყო ამ ეს 4 თვეში არენდერებს ერთ წუთიან ვიდეოს შეჭება. ეგ რომელი კადრი არის? ეგ არის ეს 4 თვეში რო ის დააწყო ერთ წუთიან ვიდეო არის ცით? წამიან ვიდეოში მაშინ ვიღებდი ხოლმე $500 რა. 10 წამიან ვიდეოში ვიღებდი ხოლმე $500. ხარმე ხوار გერევა. არა. და 10 წამი მაგისტრის 30-მდე ვიდეო ჭირდებოდათ ხოლმე. ხო. მაშინ იყო ანუ პრაიმი იყო ჩემი, იმიტომ რომ არავინ არ იცოდა ვინ ვიყავი საერთოდ. ხო. და ამდენი ფული სადმე წამევა ხოლმე და მაგან გამაფუჭა. ფული სადმე წაგე ხომ გაგაფუჭა? მაგარად. არა, მე გენიალური მიგნება ქონდა ჩვენ უფროს, რომ დისტანციურად აღარ ემუშავებოდა და ხილფას ზედა აიყვანა რა. ხო, ებრაელი. ებრაელი, მამო. დაგიმოღამე ეს. შემოსავალი გამოსავალი, რომ ანუ შენ მაგა. შენ რეალურად კარგი შემოსავალი ქონდა სანამ YouTube-საც დაიწყებდი. ხო. ანუ ფულის გამო არ დაგიწყია დიდად. ხალხს გქონდა ხოლმე 7 თუ 8000. რაც მაშინ ძალიან 8000 მე წელიწადში მქონდა. გაიგეთ დარჩები შენ ასე შემა. მე ვიყავი მეთქი მაგას გეუბნები რა. ერთხელ ეს იყო შემოიღეს საკანონმდებლო ინიციატივა ინიციატივა. მაგ თვარ ხოლმე რო იძახე 50 ლარი მქონდა თვითონ იმაში 20 ლარი. ხო, არა. რა უნდა ვქო მაგასო? ოჰო. არა უშავს ხა სამაგეროდ კარაქს მინდა ბავშვობაში მაღაზიაში ხიდულობდი და ბუნკერში არ ვეძებდი და მაგაში თანაბრდები ცოტა. არა, კი, ხოთლე მე ჩაიმბერ რა ვეძებდი, იყო მეთქი ის კარაქი და იყო ხო არ მოძებნე თავის გამოხდა ეს კარაქი. იდო მეთქი, ეთქო ვიღაცამ დადო რომ გაჭირებული წაიღებს ამ გაფუჭებულ შეჭამსო რა. ხო და ჩემზე გაჭირებული უნდა იყოსო და მიადექი და ენა აუსვი. არა, მოვაცალე. 1.5 სანტიმეტრი მოვაცალე. არა, 2 სანტიმეტრი მოვაცალე კარაქს და მივიტანე. ეხაც მახსოვს გემო ბოზიშვილი იყო იმ კარაქს. კაროჩე ეგეთი თუ გახსოვთ ეგეთი ინიციატივა, ამას ფულები ქონდა არის მახსოვრება. მე რომ მუშაობდი წლიური ხელფას თუ არ აღემატებოდა 5000 ლარს, სადღაც 2013 14 წელი ცხავდნენ ხოლმე. დახმარებას. არა, მე 13 ხელფას თითულება და 360 ლარს იღებდი ხოლმე. მთავრობა გაძლევდა. ხო, მთავრობა გაძლევდა რა, თუ 5000 ლარს. სუაღებული მაქვს ეგ. მიუხედავად იმისა, რომ დახმარებას ქონდა. ეგ კი არა 200 ლარიანი დახმარება მაქვს შეშიცა აღებული. შეშივა 200 ლარი უგნარი. ურა კაია. შენ არის მე რა. რო გამოყავხარ ტელევიზორში რო გამოყავხარ ტროსიკით იმიდან რა ქვია. ცხელძახში რო დათქებიან. აი მაგადოს ხო, აი მაგადოს. რატო შეჭება მეკუთვნოდა კაც. რა გაკუთვნოდა შეჭება 7 რა თუ ქონდა თვეში თუ რაღაც შემოსავალი. შეშის დახმარება რა პონტი იყო? ბიჭო მე ვარ კონფლიქტის ზონიდან რა და რომელი სოფელი გეკუთვნის. და ითვლება რომ და შეშის მერეთი. შეშა გეკუთვნის თუ შეშის ფული. მერეთიდან ვარ რა, ეს ჩემ ბაღებზე ესე გადის რა ისა. ზოლი გადის რა. მე გავყიდე ეგ სახლი მე და განცხადება დავწერე რა არ მინდა თქო გადაეცი სხვას მერქი. რომ მივედი ბიჭო ეს ბაღებს რო ყიდიდი ერთხელ ავედით ამ ტიპს რომ ანახე ეს ბაღები. იქით ბაღების იქით იყო ზოლი რა, მართლა გეუბნები. მეორეს რა ვედი უკვე ფული უნდა მოეცა. ბიჭო შუაში იყო ეს. გადმოვიდა ზოლი აქეთ. ამბობენ რომ ესა მეთქი რა უნდა დათესო მეთქი აქ ბიჭო ანუ და მე ვერ ვიყენებდი მაინც მეთქი ახლა იმას უნდა და იქვე ცხოვრობდა და გამოიყენებდა რა მიწას რაც უფრო დაამუშავებ უფრო კარგი არის რომ თან ისე მიგდებული მიწა არა ის დედა მოწყმულიც რო წევს და რომ ამუშავებ შეიძლება რაღაცა ავიცი დაიკიდო
დათესა, ჩახსნა ეს ზოლი, მე. ჩვეულებრივად ყველაზე კიდე თესავ და ის მეშვებოდა რა. მავთულხრათ. მავთულხრათ რა. და ეხა დიდი ალბათობით ეზოში უნდა გადიოდეს რა, მაგ ლოგიკით ისინი როგორც წერდნენ, აი უკვე სახლის ეზოში უნდა გადიოდეს ეგ მავთული, ისა მავთულხარტი რა. ტიპ მადგა და იყიდა და მას მეკუთვნოდა ხოლმე შეშა დახმარების. ძალიან ეხმარებიან რა მან დახმარებულები. ძალიან სწავლის იმაზე მთავრობა რეალურად გეხმარება რა იმან. მე მეკუთვნოდა ხოლმე 200 ლარი შეშა და ისა დრუჟბა რა. დრუჟბა ვერ გამოვიტანე, ვერ მოვასწარე. არა და დრუჟბა უფრო გაგისწორდება. მაგრამ ეგ შეშა ხო გააჩუქე შენ, რაც მიიღე. თუ ბიჭო, იქ ვინც ცხოვრობდა, მას ვაძლევდი ხოლმე რა. უფრო გაგისწორდებოდა რა კაი. დრუჟბა როგორ დაუტოვე შეჩიმა. მაგრამ გაგისწორდებოდა ეხლა რო გქონდეს რა. არა, მაქვს დრუჟბა როგორ არა მაქვს მაგრამ. ხელის თუ ელექტრო. ამას ყველაფერია, ორი. ეხლა სხვა შემწეობებს იღებს מחარა, სხვა იმაზე არის დამჯდარი. ორი ხო ისო ბიჭო, ფული ვერ გამომაქვს ეგეთი ამბავია. შემთხვევით ვიყიდე რაღაცა კოინი ვიყიდე. არ მახსოვს რა. და რაღაცებში ადრე გავფელდე $500 და მე კიდე ერთხელ ვცადე რა. რაღაც კოინები ვიყიდე და არ ვიცი სად ვიყიდე რა. თან მე ციფრებში ძალიან ის აი რაღაცას რო ხიდლობ, შეიძლება $1000 ვიყიდო და არ ვიცოდი რომ $1000 ვიყიდე და ციფრებში $10. აი უცებ რო ის გუშინ რაღაცებს ვეძებდი რა. და ეს აპლიკაციებში და იმ აპლიკაციებში შევდი wallet-ისა. იქ იყო $8500 და ხა მინდა რომ ეს ფული წამოვიყო. გახსოვს რით არის დაგროვებული? ის იყო ანუ რა რომელი კოინი Solana მე მგონი. Solana ხონდა? ანუ მოიგე ფული? მოგება არა ეთქობა ბიჭო მე მაგას ვეცებ როდის ვიყიდე რომ ეგრე გაიზარდა. ხო, მაშინ ძალიან ადრე გაქნაყიდი. ხო, აი მაგას ის თუ მოგცათ. ბაჟას დროს ხوار ვიყიდე მეთქი ამოლედი ისოტვის Solana-ზე. არა, ბოტასები მე ეგეთ სქემებში არ ვერევი რა. ზუსტად ვიცი ხოლმე ეგეთ არა, Solana-ს ფასი გაიზარდა მაგრად, მაგის მერე და. მაგზოს გაიზარდა. ბოტასზე მიბმული იყო თუ ხო. არც ფაქტია რაღაც დროს მაგნაყიდი ხო და 360 ლარი რატო აიღე სახელმწიფო დამხმარებაც აი მაინტერესებს მე-13 ხელფასად 5000 ლარს არცდებოდი ხელფასით? არა. მაშინ არც ქეშად გაძლებდნენ? არა. მაშინ შეკვეთები მქონდა და ეგრე ვიყავ. მე გადამიყვანეს უკვე. მე ანუ ოფიციალურად არ მუშაობდი. და ესე. გასაგები. ოღონდ ვერ მივხვდი მაშინ. და მე და შემთხვევით ბექა გახსოვს იმდენი ხელფასი გქონდა ხოლმე რომ რაღაც მომენტში მაგიტო შევდიოდით ხოლმე ერთმანეთს ვეფლექსავებოდით და ტვის ვქონდით ხოლმე რომ იმას რომ მოუმატებდე ხელფასს მე მაგიტო შევდიოდი რომ მივდივარ თქო რომ იმაზე მეტი მქონდა რომ მე ტვინი არ მოეწ ამას ხალა შენ რო შესულიყავი უბრალოდ მივდივარო რა მე შევედი მივდივარ და აბა კარგად იყავი აუ ათუკა მეტრომანი ხო გაქვს ყავდა ხოლმე ათუკა ხო მივდივარ მე განცხადება წადი ბოლოს უთხეს 10 შევიდა ბოლოს უთხეს წადი ჩემს არავის არ უთქვამს ის რატო მიდიხარ იქნებ და არა ეხანდელი კომპანიები აი ეს კომპანიები ძალიან უფრთხილდებიან თანამშრომლებს რა მართლა კარგი კომპანიები კი არა ეგ ჭიღრე-პიღრე კომპანიებზე არ ვიზახი მე ვიზახი დიდ კომპანიებს ნახე ჭიღრე-პიღრე მაგრამ კომპანია ჭიღრე-პიღრე როგორც კი თანამშრომლები რაღაც სიტყვის და არ გაუთვალისწინებს სულ კომპანია ტყუდეს რა ეგ არის სულ კომპანია მართალი იყოს სულ კომპანია მართალი იყოს ესენი ძალიან უფრთხილდებიან იმიტომ რომ ჩვენ აი რა ვიცი ებს ვაკეთებდით ხოლმე შეჩემ ბიჭო რეპუტაციული ზიანი არ არის პატარა შევდიოთ და მივდივარ თქო და ხელფასი გემატებოდა ხო მე დაგვიმუღამეს და გახსოვს ბიჭო 360 ლარი ანუ როდის გახტყო აღებული ანუ ადრეო ადრე ქობულეთში რომ მივდიოდი ხოლმე დასვენებად მაშინ მაგ აღებული მახსოვს ესე იგი кайხანია ქობულეთში რომ 360 ლარი ტანკში ზიხარ აუ ხე кайხნის ამბავი ბამბარუმსი კი არა ის იყო აუ ერთხელ მოყვები ქობულეთში კარში მეორე ეს ამის ისტორია ხა ის ხო გაიკეთა დაგვას ხუმეთ მოგცა თავიდან ეხა დავაი მართლა кай შოუს უყურებ მართლა кай პროდუქტი ყოფილა მოიხოდა არა ის არის ქობულეთში მეორე წასვლა რა და ბიჭო შემაძმაკაც მეორე წასვლა რას ქვია აი ერთხელ მარტო რა ერთხელ წავედით და ის ამბავი მოხდა ძმაკაცის ისტორია და მეორე წასვლა არის ეს უკვე წინაწილიდან ის თუ აქ რაღაცები ხდება რა მაინც შიში გვაქვს რომ ის არ გვიცნონ იმას მაგრამ არა რამდენი წლის ხარ ალბათ 17 რამე აი რაღაც ეგრე რა ჩავდე
ეგ ისტორია ხომ მოყოლები მაქვს. საზღვრის ისტორია კი? აჰა. საზღვარზე რო უპოვეს დეშენს. აჰა, პრეზიდენტის ისტორია. ხო, კი. ჩავდე შანთა სავსე მაქვს და საჰაბის ჩუსტები ჩავდე, შორტი ჩავდე და მაიკა და 4 ნასკი რა. აი ეგრე მივდივარ ქობულეთში. ჩემი ძმაკაცები მეუბნება რომ იქო ნაშიბი, უჩი. არჩო, შენო ფული წამოიღო. ნაშებსო ჩვენ არ მოგაკლებთ. ბიჭო ორიენტირებული ვარ ფული დავაგროვო რა. წავედი რა შუშის ცეხში მუშაობდი, უფრო მეტი შუშა დავჭერდი რაღაცები. 1200 ლარი მიდევს რა. 1200 ლარი ფული არის. აგრა ვიპახავე რა. აი იმებს ვჭერდი ხოლმე, წარმოიდგინე სოჩიქს რო შუშებია, ხო იცი? აგებს ვჭერდი ხოლმე და 2000-ს გვაძლევდნენ თითოში. აუ, რამდენი შუშა უნდა მოჭრა ბიჭო? ეხლა წარმოიდგინე რამდენი შუშა. 50 შუშა. თან ათხოდების გამჭირდით რა. ეს შუშები რომ ემტრეოდა და რაღაცები დამტროლების გამო ამოგვეჭრა ესენი. ნუ მოგებაში დაშება კომპანია. ბევრ შუშას გადაადებდა და გამოჭრდა ერთად რაღაცა. ჩვენ მივადექით საწყობში მთლიანი შუშები ავიღეთ და იმას ვცერავდით. და თვითონან გამოდიოდა 100 წელი, ეგრევე იმტრეოდა. თელეგრამი დავშვით და იქრევე იმტრეოდა, არის კაი. სიბნელეში მუშაობდით. დროის ფასი რო იცის ადამიანმა. გულში რაღაც ეტაპზე დამუქებული შუშები იყო ხო ეყენა ხოლმე. იმიტომ რომ შეგვეშალა ღამე. არა, შეგვეშალა და შეგეშალა ღამე. ყავისფერი შუშები ვჭერით შეჩემა ღამე. ისე რომ ისე გართშულები ყავთ ყავისფერი შუშები ვჭერით. და მეორე დღეს რაღაც ეტაპის მერე ეს ყავისფერი შუშები ეყენა ხოლმე რა. წავედი 1200 ლარი მაქვს, რო ჩავიდო კი ჩემს ძმაკაცმა 200 ლარი მომეციო ეხაო. დაგიბრუნებო რა. ჯავახა. მივეცი ეს 200 ლარი ფული 1000 ლარი დამჭა. რაღაც თავისი ვალი გაისტუნა თუ რაღაცა. ფიჩო. მეორე დღეს ნენა ხვდები რომ ესენი მწველიან მე, კაიე. შენ ეგრევე მიხვდებოდი მაგასთან. საინტერესო ისა მეორე დღეს რო გადავიდა. მე გვერდზე ვდგევარ. არა, აი რაღაცები რაღაცები ვჭავდა. ჩიმხეთზე ჭამესამოთ. ეგენით მაგას ხარი. ის იყო ბამბარუმსკი რა, იყო სტრეპტოციტი იყო ხოლმე რაღაც. სტრეპტოციტი, ხო იცი, კლუბი იყო ხოლმე. იქა სტრეპტოციტი ანაირი სახელი. ამალი მეგონა. არის ის სტრეპტოციტი. საცხობი ბეწი, აი დაახლოებით ეგეთი პონტი. იქ აი ეგეთი სიტუაცია რომ მე სკამზე ვზივარ და ესენი ვიღაც ბოზებთან ბაზრობენ, ჩემი ფულით სასმელს ყდება და მე ეს საჰაბის ჩუსტებით და მოკლედ შევდით აი ეს ადგილზე და ბაუნსობ რა აი ზაკეთ აი ეგეთი კამერა აი აკა ესენი ნაშები ბოზებით ყრა მე ჩემი ფულით გულაობენ ესე ეს ჯიბეში მოვლენ ამოვიღებ თან ჯიბეში მაქვს საკუჭული ამოვიღებ 10 ლარს აუცას მიცო ველოდები რომ მეუბნებია რომ ეხა მოვიყვანთ და აი მე მოლოდინში ვარ ორი დღე რომ ვიღაცას მოიყვანე რომ აი ეს არის ყლე და გაიცანი ეს უდიჟენიაში თან აღა ამპულს ამოვიღებ გადავითვლი რაღაც ყლება კრიჯოებს ვაკეთებს ისე. არა ბიჭო, გავიდა 500 ლარი ჯიბიდან და. ბოზები არა ჩანათ. რამდენი დღეა? ატუში ხეს 120 ლარი ბოზი რა. და კოპულეთში 500 ლარი ჩემს მაგაცება დახა. ანუ ბოდიში. ბოზთან მაგაც რო მიეტანა ფული და არ მოიყვანა. ანუ იცი რომ შენ და შეგიძლი. ნაშის პონტი. ნაშის პო. ხო. კაიგე, ანუ ნაშის პონტები ხოაზე ხარ. ანუ მაშინ ჯერ ესეთი ჭერმეტყველი არ ხარ, ეხა როგორც ხარ და ვერ დაკერავ შენით. ესე თუ ხარ, არავინ არ მოვიდოდა. აი, რამოდროებით შენ გააკეთე, ეხა არც ერთი გუგუ არ მოვიდოდა. წერტოცი რაღაც ის არის, მუსიკები რო დევს, იქ ერთ-ერთ კადრში ჩანვარ მე მგონი რა, აი დამოტყნული შორტი მაცვია. უკან ჩანვარ და ოღონდ ყორა ეს საჰაბის საყრელი ცოტა მეტი რომ მოგდის, ხო იცი? აი ეგ რო არის გადა ჰაერობისგან ფეხები რო ცოტა წინ არის და რაღაც დედამოტყული მაიკა ბამბისა რომელზეც ზედა ხატია ის აი მაქს ის მაიკა გადაცემაში რომ მაცვია ხო იცი სტაფილოსფერი აი ეგ მაიკა მაცვია ყლე გადაცემა რომ ეს ტივის თვაც მეორე დღე ბიჭო ფული 500 ლარი კი დამჭა მაგრამ ეს რაღაცა ამ მომწონს ეს თუ თქვა მეთქი ჩემი დედა ვიღაცა მეთქი გააძეთ მეთქი ძმა უმეთქი ფულს ხარჯავს მეთქი რა მე ვაი რაღაცა ბოლოს წინა დღე არის და ისე ისინი დიჟენიაში თან ესენი ბიჭო რაღაცებს აკეთებდნენ ეს თმებს ინგლისავდნენ ესე და ვასაგერა იმზადებოდნენ რომ უყურებდი ყლედო ხა გორელი ხო ყავდა ეს თმები რომ ესე რომ იგდებიან ხო ეს ლესგინკას მოწე აი ესე რომ აკეთებენ ეს ტიპები იყვნენ ხოლმე ესენი და ეს თმებს გადაიგლისავენ რაღაცებს არჩევენ ერთმანეთზე კუნთები ქონდათ გახდარი ვიყავი ძალიან მაშინ აი შორტი ამოვიცი ისე შენი უპრატესობა რაც არის ცეკვა იმას იყენებს ორი გავბერტყე შეჩევა და წავიდა ბაუნსო აი ხა ქვია ბაუნსობა თორე მაშინ რავი ყლეობა ეხა აი ხაცი ზაკეთები ესენი მომდოდეს ხოზე ხარ კადრი რო არის ძალიან ლაქშე ტიპები
კედლი და რო შემოდიან სლოუში, ხო იცი, თმები და მე აი ჩუსტებით მოყვები. მივედი ჩემი ადგილი დავიკავე სკამთანიკა. ორამე და სუტინიორი. ესენი კოპა გაივი რაღაცები და პულებს ისე მართმენ ბიჭო, კიდე სვამენ ესა რა. წავა მაგარები უნდა დაგალევინოთ, ვითომ მე უნდა დავალევინოთ, თვითონაც სვამენ ამას. მე ვოსტყარი რომ მე ყალეზე კიდე ამერქის ავედი მერქის სახში თქვა და მე ზაღლი წავიდე ბიჭო ესენი მომფიქრე უკაპიკოთ არიან ესენი იმე აი ფული არა ბიჭო ფული შენ გაქვს ისინი ერთობიან ისინი ერთობიან უცებ ეს რო გაიგეს რომ მიდის რაღაცა როგორ გიხარ პატივსაცემი ხალბატონი მოიყვანეს რა ლეთ 40 პიატ რა ბიჭო რა აუ შეჩემ მაგდენ წლის ხარ უკვე შეჩემა არა მაშინ ვიყავი 17 წლის მეთქი შეჩემა გავიგე ხო აი მოიყვანეს დადეს ესაუბრებო ესაუბრებო და მან დაგენძრა მე ისე დიჟენიებში ვარ რაღაცებს ვაკეთებ რა ოღონ ამ კალთარო შევტრიალდი რომ აი რატო გადავწყვიტე არ ვიცი რომ ოპა ეს რომ მოვიდა მე ყველაფერი შემიძლიათ რაღაც აი მან იყო გარდამტეხი მომენტი რა ეს შევტრიალდი რა შეიძლება კი ბარემ ჩემთან ხო არ გავიდეთ მე ვაუ ო შიტ მახსოვს აი ექსტრა არ დამიწყდა ნეტა შვილო შიგარ გქონდა და წავიდა რა ესე მალე გამოგიტანა დაასკვნა რაც აი გავცივდი რა ეს მოყუჭულ ფულს დავხედე ჩავიდე ის მაშინაც მაგის იმედი მქონდა და წამოვედი შეჩემა იმენ აი ისინი რა ხო ის ტომიროზის იმაზე ლიანდაქსი წერებლებით აი ეგრე ვიჯექი წავედი შაურმა ვჭამე აჭარული ვჭამე ვერ გამოვედი მდგომარეობიდან ეგრევე ბათუმში უნდა წასულიყო ჩემი დედა ეგეთი რაღაცა მე 2 წელი არ მივდიოდი ხოლმე რა 2 წელი მე არც არ ვიყავ შესაძოდაო რა დატრამული ყოფილიყარ როგორ სასაცილოდ დაიწყო და როგორ დასადიანად მოჭა ამბავი აგრა გამიჩა მინდა შენ გაქვს გაჭირების ისტორიები რამე აი ხელფასი რო არ ყოფნის და ჰა არა ხელფასი არ იყო ბიჭო ჩემი დედავატირე წარმოიდგინე ხარ ამ ხელა ეგო უნდა მქონდეს მინდიას ვაცადოთ ანუ ალბათ უკეთესი იქნება უკაცრავად იცი რა მე ეგეთი ისტორიები ეხა როგორიც მოყვა ესეთი არავის არ გვაქვს ესეთი არ მახსოვს შენ შიხო არ გაქვს არავის არ მქონს შემთხვევით მაგრამ გაუტყდა ბებოსაც ბიჭო ბებოს 40 წლის ბებოს გაუტყდა ეხა ჩემი ასაკისაა და ამიტომ ბებოს იმიტომ ვეწ ხო არა მე ძირითადად ჩემს ხელფას ჩემს თავს ვახარჯებდი ხოლმე ეგეთი ის ნერას ყიდულობდი რაც საჭირო იყო ხან რა ყოფნი და ხელფასი იმიტომ რომ ნუ ადამიანების არა ხელფასი არასდროს არ არის საკმარისი იცი რა ეს ის არ არის მასონება მოიგონეს რაღაც ბიფი და ის დისი არ არის რა ზოგადად კომენტირებით შენს კარგად იცი რომ ზართული არის საქართველოში იმას როგორ მოწონს ნახე ეს ბევრად უფრო კარგ სიტუაციაში შეიძლება იყოს გრაფიკული დიზაინერი ვიდრე კომენტატორი თუმცა ხო ნელ-ნელა ის გადაცემები პროექტები რაღაცა მაშინ მიშაზრო იყო და მიშაზროს პარლამენტარს ფული რო არ მოეტეხა იმაზე მეტი ხელფასი მქონდა პარლამენტარზე მეტი ხელფასი მქონდა გავიგეთ ხო კაი უცებ პატარა გადახოვა რა ესეთი საჩუქრები გამოგვიგზავნეს შავ პარკში მიყვარს საჩუქრები ან ბალი უნდა იყოს კილო ანალუშა შაბია მე და კირია შეჩემა რა განყოფებში מחარა გვყავს დააყარე რასაც მინდა რა არის მაგას მიხვდებით აი მაგას რო გახსნი კალა მე მიხვდები ის რა არის ძალიან უცნაური ის არის ესეთი ფორმა აქვს ლორი არის ნეკნები არის არა გავს შეგზნებით ეგრე არის რა ეს მე იყოს ნეკნები არა ცელოფანი ეფარებ მოეფარება ჯერ გავიხსნი სუნით ვერ აქვს რომ შეკეთილ მოშენა კაი რაჭამე არის ესეთი სტარტაპი ხო შეგვიძლია რაჭამე მე არ რაჭამე რაჭული ლორი არის ეს გინდათ თქვენა გაესხეთ ცხელი წყირთ ორი სამჯერ გაფრიკეთ ადუგეთ ხუთეწვის და შევწყე რატომ ეგრევე არ იჭმე
არა ეს რატომ უნდა ისაქრა? რა არის? ბიჭო, გახიე შენც. სულ გადაგაჯიშეს ამ ევროპელ. რა, როდის ერთხელ გაგირეცხია? ლორი და ობი, რა ვიცი, რა წლის ახლა? მე რა გარეცხვა ერთი წუთი. არა, გავიგე, მაგრამ წონა ვნახო, რომელისა უფრო მეტია. აჰა. გახსნოს რატომ? რა აზრი აქვს? ვა. აჰა, შებუდე. ეგ უნდა გარეცხო. საინტერესოდ გამოიყურება. ეს არის რაჭიდან, ხო? აი, მეც ვიტყვი რომ მაყურებელმა გაიგოს. ეს არის უკვე მომზადებული, მოხარშული რაჭულური დაჭრილი, ხო? და ამას წინჯი დაჩოფერებული და შეიძლება მოვაყაროთ ნებისმიერ რამეს, რა. ხელი თამაჭამო, ხო? აბა ყოველდღე არა. ლუდი მომთხოვა, ლუდი. ლუდი მოიტყვა ეგრევე. აი, მოკლედ თემა არის რომ უნდა გაირეცხოს, უნდა მოიხარშოს საათნახევარი და მე შეგვიძლია მიიღო. ისეთ შეიძლება ჭამა, მაგრამ რეკომენდირებულია მოხარშოს. გემრიელი იყო, უბრალოდ. ძალიან დიდი მადლობა. ეს რაღაცები ძალიან მიყვარს და ვისაც უნდა რომ შეიძინოს სადა მოგმართოთ. შემდეგში გაითვალისწინოთ რომ უხერხულად რო არ იყოთ სტუმარიც ყავს ხოლმე რა. Facebook-ი გქონიათ რაჭამესი. ნახარ გაიგე? ვისაც უნდა შეძენაო. ესეთი სეგმენტები იყოს ხოლმე? მე ვაფშე ვფიქრობდი რომ აი აუცილებლად. აუცილებლად უნდა იყოს. გამოგვიგზავნო. სახში მივიდიო ჩემს ზომენება რა მოიტანეო. აი სულ. რა მოიტანე, რა მომიტანე, რა მომიტანე. შეიძლება ისეთ საინტერესო რამეს წააწყდებ. აი, მივართავ კომპანიებს მაშინ, სტარტაპებს რა, ეხლა დიდი კომპანიები არ მგონია. სტუმრის გათვალისწინება არ არის აუცილებელი. შეგიძლიათ მე מחარას და კალას გამოგვიგზავნოთ რაღაცეები და ოპა. მიდი, პირდაპირ გაეკანე. מחარა მიცის დაბოლება იმის სპონსორების, ძალიან მაგრად. מחარა. მართლა იმას. ყველაზე მაგრად ვინ დაგიბოლები. სკუმბრია მევასება შებოლილი. просто ამას ხო ბოლავს სადღაც. რო ჩამომიკიდო 1 კილო რომ მოგიტანო იქვე რა. ნუ 3-4 დღეში გამოვიტან მე რა. იცი რა, 32 ლარების ბიჭო. რა, შებოლილი სკუმბრია? სკუმბრია, ჩემი დედავა და სკუმბრის დედა ყველაზე ეფენთებზე არის და 32 ლარი просто შუნა ჩადო უკან ოქროსფერი ზედაპირი გაუკეთო, სტეპლერი დაარტყა ის კარდონი და 32 ლარი იქცევა ლარიანი სკუმბრია. და ჩემ ბავშვობაში უთავო სკუმბრიას რატო არ ყიდულობდა, იცი, როლპებოდა ხოლმე, თავებს აჭრიდნენ. მე გააკეთე სკუმბრია. ეხა ვაწყობ მაგიტო შემსაბოლ აპარატს ვაწყობ. 32 ჯერ არის მოგება და ბიჭო ისეც მაგრამ ევასება. აი ეს ლობიოში კაი. ესა ლორი არ არის ვაფშე. ვაფშე როგორ ხეს გაფხიკავ. ეს ლობიოში ერთი ნაჭერი უნდა ჩადო, იხარშოს, ჩაიხარშო და ამოიღო და ჩაუგდო. აი რაშიც ექსპერტი ხარ ხა მან ხო მოვყვევეს და გიორგი მაგარია მართლა. აი ნახე. მაგრამ რაღაც სპორტს რომ მიდგება ხოლმე საქმე. რო ჩაიგდო ხოლმე ეგენა, ხო შეიძლება? აღანურმა ქვაბ მაიბუთხა ჩემი დედა მო. მაგის დედა ში ბიჭო. დამცავ მაიბუთხა. აბა ის ვახტი იყო წამიღებდა შეჩემა. მიჩ. წნევა გახეთქა? რა მაგის ქვაბის შიში გამიშდა ცხოვრებაში არაფერი. არა ქვაბის თავის შიში. ცხოვრებაში ფოთლის მემეშინოდა შეჩემა. ცხოვრებაში არაფერი. მაგარი შიშებია. ფოთოლი ქვაბი. ბიჭო ეთყობა რომ დაგროვდა ეს მოხფული დამჭა ის რა იჭედა. 45 წლის ქალბატონი კიდე. ხო გაშენოდა ქვაბების. ეხა ჩემს მას დაცინე, მიდი. არა გამო ეგრო აფეთქებულიყო, ეგრო არ ქონოდა. დაგბრიდავდა შე. ეგრე აგიფეთქდა ლუკაც. ანუ რო ხარშე. მე ველახარშე. აი იცი რა არის? ეს წყალს არ ასავს, ონკანის წყალს არ ასავს, იმიტომ რომ მოვიწამლებიო, მართლა გეუბნები. შიგააქ რა. შეგიძლია უხსნა რამდენი ბაქტერია ქონდა მაგას შებოვის დროს და რას ჭამს ეხარო? ეგრე საჭმელად მართლა ძალიან საშიში არის. ბიჭო. არა, გავიგე, მაგრამ მოხარშულია შიგნით ეხა ხო აქ ისა რა. ფუფუხი. თან 3 ტიპი ხელით ჭამდით. აუ აბა ბიჭო. ხარა მართლა ეს ხელი. წერან დაადანებანია მეც. ისე ჩავ ძალიან ყოველას მოვუსვით. აი რატო პროსტა რატო? შემარგეთ. აჩი ონკანის წყალს ისე ვარ სვა? არა. რატო? მომწამდი. ფილტრს რო ცვლი ხოლმე კალა სახში. ხო. გადავსებული არის იმებით ქვიშით და ხო მაგრამ ნახე ხარ რას უნდქავ ეს პირბადი დადი ხარ? აჩი ფილტრი თუ აქვს, ესე იგი ის ფილტრში რჩება, ხო? და წყალგარეთ გამოდის ისა სუფთა რა?
მაინც თავს ვიკავებ. თავს იკავებ? კიდე რას არაკეთებ? აი არა, მსგავსი არაფერი შეზღუდვა არ მაქვს. აუ წყალს ონკანის წყალს არ სვამ. მე ვიცი რომ ონკანის წყალს ყიდიან ზოგადად იმებში რაღაც მაღაზიები. კი. შენ რო გონია რომ ბახმაროს ნატურალური ნახეთქი, იმიტომ ამოსული გეიზერი და ამოსული წყალს სვამ. რაღაცები ონკანის წყალია. ნაკადული. ხო, რეკლამი ხო ეგეთია. ქიჩის მოგანდო. კამე ეტაპიანი ფილტრაცია. მახარამ პირდება რამდენი ხანია რომ შეიძლება გაგიჩნდეს. შენც გაგიჩთავო მაგასო და არ მიჩნდებს. სპეციალურად ვახისტებ წყალს, რომ იმდენად არ ბილებს. შენ ვაფშე სხვაგან ხარ. ანუ შენ ამ ქვეყანას აღარ ეკუთვნ. შენ უკვე ანუ მეც ანუ ვიტყვი აინშტაინი და რაღაცა. ბიჭო, წყალს ფილტრავს სახში. დავაყენე ფილტრაციის სისტემა რა. კი ბატონო. ოღონდ დიდი ფილტრაციის ეს ნახევარი ოთახი არის რა. და იმდენად რბილდება წყალი ამ ფილტრაციისგანო. საპონი რო წაისვა და ვეღარ გაიცლი იმ საპონს, იმდენად რბილი არის რა. ხისტიან ვარ აქვს წყალს რომ გაგაცალოს ეს საპონი და ანუ რო იბანავ იმ წყალში ფიზიკურად ვერ გაიცლი, სუისრი არის. და რა ადგინდოდა ეგეთი ეხა ამას უმატებ ეხა მინერალებს თავიდან რა. ანუ წყალს ფილტრავ, დედას მე აქ კიდე ცალკე იმითი უმატებ აქ მინერალებს რა და მოგდის სახში. და გამოგდის ის დაახლოებით რაც მანამდე იქნებოდა სანამ აქ ყველაფერს დააყენე. აი ყლეჟანგიან და ეს მეუბნება ონკანის წყალს არ სვავ, ანუ თვითონ სვავს იმას, რავი. ზეციდან წამოსულ წყალს. ზეციდან წამოსულ წყალშია. ფილტრაციის სისტემა. და რა ადგინდოდა ეგ? ას მინდა. ანუ ეგეთი წყალი რა ადგინდოდა თუ იმას ვერ მაზუთიანი ხელები რო შეყავთ და აი ესე რომ შევიდე ისე შავი რო გაქვს ხელები შემიდა ჩაკომრო ჩამოიტანა ეს კაფე. გაცლის ეგ. გერმანი არის აი იმის დედა მაო აქ ხარ აი ყველაფერი მაგ წასმის. სათუ აგინებ თუ კარგი. არა ანუ მაგარი თქო რა. ხო. აი ეს კაფე არის პოსელებრიციასნაი რაღაცა ხო იზავ. ხო. აი ესე იზავ და მურჩა ბიჭო ანუ პროსტა ყველაფერი გაცლია. მე ვიცი რომ რაღაც უბნებში გოგირდის წყალი მოდის სახლებში. ხო, იქაც ძველთქმის. აი საბურთალოზე შეიძლება, ხო? კი, საბურთალოს ქუჩაზე, აი ცინცაძეზე მაგალითად გოგირდია. იყო ყოველ მახარა სახლში რომ გოგირდება, ეგრევე გახსნის იმას. ავა ვიცი. ეგრევე გოგირდებს გააკეთე. რა წამოიყვანს საბურთალოდან მილსა აქამდე თორე. სადამდე. გიორგის წმინდა. გიორგის წმინდამზე გოგირ. ონკანის წყალი ანუ დალიო ბათუმში თუ მიდიხარ, იმიტომ რომ ეგრევე რო დაულევიათ, ანუ აი ვინც უად ხდება, შენ რაკენი ონკანის წყალი დალია, ხო გასაგები. ხო და რატო არის ბიჭო ფილტრაცია? ვაფშე აქ რო იძახიან მე არასდროს ვინმე მოვიყვანოთ ისა ლაბორანტი რა. ეს აი ხო იძახიან ხოლმე რომ ქლორია წყალი რო თეთრი რო მოდის, ხო იცი? ახალი დაქლორილია. ეგ მგონია სრული სისულელე რა. იმიტომ რომ ეგრეს ანუ პირდაპირ ვერ დაიქლორება წყალი მე მგონია. აბა რა ჭირს? მაგრამ აი ხანი არ შემხედრია. ბავშვობაში უფრო ისე აი ეს წყლის ქვეყანაო და ეხლა რო აღარ ისმება წყალი ბევრგან თუ დაამუღამეთ. აი რამდენი ვიძახეთ? რატო იცი? რამდენი ვიძახეთ რა რო წყლის ქვეყანა ვართ და უკვე ნელ-ნელა მართლა ფუჭდება ეგ წყალი. არა, წყალი კარგი მოდის, მაგრამ იმას დედა ინფრასტრუქტურას. ხო, ის ჟანგი რო აი მე ნანახი მაქვს ჩემთან რო ხო ამოჭრეს დასწყო გახეთქა სტანდარტული პროცედურა დენს აკეთებენ და ტრაქტორმა ანუ რასო ვიცი ადრე ეგრე იყო რომ წყალი ვიყიდეთ ბავშვობაში ხჩემთვის რო ვიღაც არა რა წყალი ვიყიდე და ეხა ყველა ცნობიერება არ იყო ცნობიერება არ იყო ის წყალი იქამდე როგორ მოდიოდა რა დედა უნივერსიტეტში გადიოდა ეს ხო ამოთხა ეს ტრუბას გაეჭრა გასკდა ეს წყალს ხო მიაკრია ტალახი ძღნერი ყველაფერი ჩაყარეს გადაუჭირეს ვეუბნები ის ხო შაიხარა კარგი დამჭერი მართლა ფილტრი არა ფილტრის მეთქი ტალახი ძღნერი ყველაფერი აქ ესეთი რომ ფილტრები ხო გაასუფთავებს ანუ სად ის მოდის ეგრევე შენთან რა ის ქვიშა და ტალახი და ეს ვინ ხარ იცი სახში რომ გამოიძახებ ხელოსანს რომ მოვა და აი შენ რო ინფორმაცია გაქვს და ახალი ინფორმაციებს რო გაცდო აბა მძღნებს რომ მიაყარე ხა იმას რა მოკიო აქ იმიტომ რომ შენ გამსუა ახალ რაღაცას კი აი ეგრე არის არადოს არ მაწუხებდა ეხა ონკანში წყალს ვსვამდი პატიოსთან მივდიოდი ჭიქ არ ფიქრობდი არაფერს ეხლა მოვიფიქრო რომ მძღნარი აქ მეყრილი იმას ბიჭო რომ მუშაობენ თქო ის წყალი მილს რო აკეთებენ ტიპები ხელებით ჭუჭყიანი ტალახით და რაღაცებით თუ იმაშებია რაღაც ვიდეო ეგეთი რაღაცები ევასება არა ის შიგნით ყრის იმას და მე რეადრობებს უყურე აი ორი სხვადასხვა არხი ეს და ზოგადად ეს ტიპი და თავის არხზე რო რაღაცა არა იქ ხო თავის სტიქია შევა დაჟე ტრაქტორმა რო ჩაარტყას იმ მილს მაინც ჯანგიანი წყალი წამოვა შენთან ცოტა ხანი სულ ხარ მილს გააჩნია შეჩემ
მე ის იმას კრისტალს აიღებს რაღაცას გაედება. Water and Power-დან ვინც ხარ დაგვიწერეთ მახარას თეორია რამდენად მстаრი, იმიტომ რომ ჩაწერის წინ ჩაწერის წინ გვიმტკიცებდა ეს რაღაცას მე ChatGPT-ს ვკითხე და ChatGPT მოთხრა იმ ქალმა რაც უთხრა იგივე. ანუ მაგაზე შიხვა რა აქვს, აი ზუსტად ესე. არა. მოკლედ ვიდეო ჩაწერე. ეხლა ნახე, აი უცებ მოვიდა. ჩემთან მოვიდა ისა ხალხი. მაცადე გითხრა. მილი უნდა გადაებათ ერთი წუთია. ეს მილი უნდა გადავა. შენთან თბილისს ეკუთვნის ისა? ხო. ეს მილი აიღეს გადააბეს, წყალი აღარ მოდიოდა რა. დაურეკე 10 დღე 25 დღე უწყლოდ ვიყავის, არ მოიდგე. მერქისა წვიმის წყლის მოგროვება დავიწყე და იმის ფილტრაცია და ყალეობები რა. ხო. მე კიდე მევასებე რაღაცები, აბა მიდი გამოძვერი ხალა. მოვიდნენ, მეუბნები გადაჭერე. სურვაივალი ჩართა ეგრევე. გადავჭერი ესეც მილი და იმდენად იყო ეს დადუღებული, ამოსებული იყო შეცემაში. ხო. ის რომ მიაყარა სტალახი და მწყნარი, ეგ გაიჭედა ეთყობა. თან ის ტიპი რო გაქცევას. მეუბნები ბიჭო. კაი, მაგის დედა ხო გააკეთე, ხო შენი მოსასწრე გეხალისება მეორე დრო მოდიხარ. ყველას კიდია ძმაო თავის საქმე რა. აი ზის ლიზბი იმწამს წავიდეს იქიდან, მორჩა. იმაზე არ ფიქრობ, რომ კიდე გამოიძახე. შენ 4 თვე რენდერზე გავუშვი კომპიუტერი ეგ ხარ, ხო? არა, ყველას კიდე თავის საქმეო და. აუ, ჭირდებოდა იმას 4 თვე რენდერი შეჩერება. აჩი რო შემოდიოდი კომპიუტერთან არაზუსტ არ იჯდებოდა, ანუ ყველას თავის საქმე კიდე. ბიჭო, ანუ შენ უნდა აკეთებდე კარგად და მე სხვას უსაყვედურო, ბიჭო, მე გაიგე. ძალიან კარგად ვაკეთებდი მე ყველაფერს ვაფშე. ხო, აი განსაკუთრებით. იმიტომ იყო რომ ეხლა რო გეუბნებიან 2 დღეში რომ მე ყლეზე მყიდა, ნახე თანამშრომელს აქ თავის სამუშაო გარემო, ხო? ჩემი სამუშაო გარემო იყო რაღაცა კლიპში მჭირდებოდა ერთი კვირა. მყიდი, ეგრე მინდოდა. შესაძლებელი იყო ტვინი რომ ყნა 3 დღეში გამეკეთებინა, მაგრამ ყლეზე მყიდა, ანუ დისკომფორტს ვიგრძნობდი და არ მინდა ეს დისკომფორტი რა. ხო, მართალი ხარ. რა მაგარია, თუ შეგიძლია 2 დღეში გავაკეთეზე მე დისკომფორტი რო იყო 2 დღეში რო გავაკეთო დანარჩენ 1 კვირაში კიდე 2 დღეში მაკეთებდნენ სხვა რამეს და აისო გამოვიფიტები და მე მიშენდი უცუცუზე ვაკეთო. კაი. აი ესეთი თანამშრომლები იცი როგორ არ მყოლია აი შენნაირი როგორი კაი თანამშრომელი იქნებოდი. მე ეხლა რო გისმენ აი მომინდა შენთან მუშაობ რომ მოვდივარ და მახარ აი ეს მოსასწრებია დედლაინია მაგრა გვიჭერენ 2 დღეში მე 1 კვირაში აი ამას რომ მეუნები როგორ სასიამოვნო საუბარი გრძელდება მე ჩემსა და შენ შორის ვიღაცები უხელფასო იჯნე ხოლმე ავაყენე ესე და მერქი დაურეკოთ მერქი ერთ-ერთ ტიპს და უთხრათ მერქი რომ შიქხვა რა ფული მოგცეს ხო ხელფას არ გვაქვს ვიდეოს იდეას გეუნებოდი მაგრამ შენ ხო შენი არხ ფეხებზე კიდია რა აბა გეუნები ვიდეოს იდეას რა ვიდეოს იდეა სხვადასხვა უბნების წყლები შეადარე ერთმანეთს მე მოგიტან ვერიდან არა მე შენ რაღაცა წყაროს წყალი აიღეთ არ არის ერთი და იგივე თვითონ ის გავშინჯოთ ჩემთანაც 2 ხაზი არის წყლის ხო აი ნახე მინდია 2 ხაზიაო წყლისო ხო ერთი თბილისის ზღვა თბილისის ზღვა არის კაი წესით ეგრე იძახი მე მანდ არაფერი არ მინახავს გასაფილტრი თანადგარები და დაიბო ეგრევე მიერთებული არის ამ შემთხვევაში არ ვიცხო და ზაჰესიდან მოდის კიდე ერთი წყალი რაღაც ვიკითხო ვიკითხო ჩეჩება აბა მანახებიდან აი წყალი სადიფილტრი აი ხო იცო სადღაც ფილტრაციის სისტემები არის ხა სადა პეპლის ეფექტი ის რა ეფექტია რომ გონია მანდელას ეფექტი პეპლის ეფექტი მანდელას ეფექტი რომ აი გონია რომ რაღაც არსებობს მაგრამ დაარწმუნებულ რომ ეს მინდი იქნება ეს ამოაზრო ამას და ეს წყალი მოდის galaxy ხო ნუ ჩაარჭობ აღარ მოდის არა მაშინ ბიჭო რაღაცას გიზამდა რა ხა ათში გავიგე რომ ზამთრელად არის გვიშვებოდა შემოკანის წყალს მაგრამ არ გვიშვებოდა რა გადაგხვედე ქართველები შენ ხო უკანის წყალს ხოლსვამ აუხრა ყველა სონკანის წყალს ხო რომ მეც უკანის წყალს ხანდახან ბავშვებმა მეტრევა ხო ერთი შლანგის წყალი მაქვს ცალკე შემოყვანილი ფილტრაციაში არ გადის რომ ეზო მოუწყო ხოლმე იმით რა ფილტრები რო არ დავაბიძო და შლანგში მიერთებული მაქვს ეგ და რომ მოუშვი ხო ესე ვსვავ ხოლმე რომ ბავშვობა რასტაგე სახე როგორ გააკეთა რა ხარ რა მე სხვა რამეს დაკეთებდი არ დაგირე ისე მიიდე შლანგი არ დაგირე რა შლანგიდან წყალი როგორ არ დამელები აჩიკოს არ ექნება დალეული იმიტომ რომ შლანგი ხოლმე უერთდება და მაგარად აუ შლანგიდან აჩი გეხვეწები დაზუმე რა შლანგიდან რო სვამს იმას წყალი გავამეორებ აქ მე იმ ოთოზე ვიცი, ოთო ხო, მაგაზე ვიცი, კარგი რაღაცეები მარისგან, რომ თუ რამე კეთდებოდა გორში ყველაფერს ეგ ბიჭი ჩარიჩობდა. და מחარა აფუჭებდაო მე ალბათ. არა, ბიჭო, იქ იყო ეს ევროკავშირის დაფინანსებით იყო ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრი, სადაც ტექნიკას რაღაცებს ყიდულობდნენ და ჟურნალისტიკას რაღაცებს იმაში. ვა, ტექნიკას ყიდულობდნენ. რა გაქვს წაღებული სახლში მოიცა?
ევროკავშირის არის ჩვენსაც კი არ ვიპარავ. არგუმენტებს ხვდები უკვე. რა დააკლებათ? რა დააკლებათ მაგ გაღორებულს დაგრიმიტობენ. ისე გაეცინე, ხარა უეჭველი გამოზიდო. რა გაცინებოდა? რა ნუ მიკერავ რაღაცებს. რა გაგწაღებული? ჩემი წელიწადში ბავშვი პირველი რა ბიზნესი. გაგწაღებული სახლში? არაფერი. ევროკავშირის არაფერი შეძინა. ევროკავშირის ბავშთა არაფერი მერქი შეჩემა. ნახე, მართლა ლურსმანი, აი, ლურსმანი, აი, ლურსმანის დონის რაღაც, ხო? კაბელი. ლინზა. კაბელი, აი, კაბელები რა. არა, ოთარსვე უნდა ხომ ჭირდება. ხო, просто აი კაბელი რომ მიქონდა დიდი დინამიკი მოყვა, მე თუ მარტო კაბელი მიქონდა, მე შეიძლება დინამიკიც გაგვყვა. კაბელი. მე შენ კი არ გაბრალებ מחר, ანუ შეიძლება ეს დინამიკი არ იცოდი და ამაცა და გუში ნახე ახალი სისტემა. კრიმინალური ისტორიებიდან ეგრევე გადადის ხოლმე. არა რაღაც დინამიკები არის იაპონიაში იყო 30000 ღირდა რა. ლამპებზე არის კონდენსატორი, ისინი უსილიწელი რა ქვია, გამაძლიერებელი. რა კარგი იყო იცი. აქ ხახს და მიმართო ბიჭო. ეს ზევენოსტოები თემა რაზე შეგოცვლები ნაჭხედა? ანუ არა. ეს ზევენოსტოები ვისაც გაქვთ პირადში მომწერეთ, შევიძენ ძალიან კარგ ფასად ეხა. იმას 20 ზუსტ თუ დაადოთ, მაგრამ ეს გადაცემა გამოიყენა ყველაფრისთვის, საერთოდ, ანუ რაც შეიძლება რომ ექნა ყველაფერი. ჭირდება, შეჩემა და ხა მე რო არ ვეძებო. 30000-იან დინამიკს შეიძენ? არა ბიჭო, ეს ზევენოსტოარი რუსული დინამიკა. რისი შემძენია ეს? დედა მოტყნულისათა მაგარი. იმ დღეს მოიტანა ესა რა ქვია. კამერა მოიტანა სახლიდან და საეჭვო არხს მიყიდა, ანუ აი ერთი ჯიბიდან ამოიღოთ, მეორეში ჩაიდო და მოუტანა აჩის და იყიდე შეჩემა რა. იმას მიაქვს, შენ თუ არ იყიდი და მაგარი ქენი. მაგარი ხლობქენი, იაფათი. ახალი ვიყიდე. იაფათი მივაყიდე ახალი რო ვიყიდე. ნაგავი არის ეს ახალი. ოსმო. რომელი ოსმო იყიდა? კაცი 3 ოსმო მქონდა რა, 3, 4 და 4P. ეს 3 გავასუხარე, ეს 4-იც გავასუხარე, ამას მივეცი და მე დავიტოვე 4P-ს ორკამერიანი. ჩემი რაღაც მომენტში მე 3-ით ვიღებ და მშვენივრად იყავ. 3 არის ტოპი. ნაგავი ხარისხი აქვს. მაყოფილია მაინც. ბატარეა და ის ძლეს აი საუკუნე. სახლურ სიტუაციაში ნორმალურად იყავს. ამაში ის გაზარდეს სენსორი და ბევრი ვაფშე სხვა. რა ნიშნავს შენ ხომ მაინც იმიტომ გინდა რომ გაინტერესებდა და ბოლო მოდელი რო გედოს. ხო, მაგრამ აუ კარგი რო იყოს, მაინც ხო გაყიდი რაღაც პერიოდში. აბა რა ნიშნულობა აქვს? გამიტყდა. მოლოდინი ქონდა უფრო დიდი. აჩი, გადათვალე ხ როდის გამოდის ახალი და როდის გიწევს მაგის ყიდვა. გვიწევს ხო. გადიდებენ. აი დაივახშე შეიძლება დაპატარება ხო დაიწყეს კამერების. ეხა დაიწყებენ მაგის ოსმო წაიღებს რომ კამერებს ჩაანაცვლებს და მარტო ეგ იქნება. აგენა. ხელში გეჭირება კამერა რომელიც თვითონ იქნება გიმბალი ყველაფერი და ეკიდება დანარჩენი ყველაფერი. ანუ კამერები ჩანაცვლდება საერთოდ? აი დინა გამოისვავს ყველაფერს. ამ ოსმოს აქ ტრანსმიტერები კაბელი არ გინდა რა. ეს ტრანსპორტი შეგვიძლია დაერთო და ეს ტიპები იდგნენ კამერებით და ლაივი წაიყვანონ შეჩემა ოსმოებით. აი ეს იდგნენ და ლაივი წაიყვანონ. სოფელში რო გიჟები არიან, ხო იცი? ბავშვებსაც ჩამოწევს და ბავშვებო, მომავალში 20 წლის შემდეგ და რაღაცები რო ხდება რა. აი ეგ არა და ძალიან ლოგიკურ რაღაც იძახის ახლა. არა, ლოგიკურ რაღაც იძახს, მაგრამ შეხედე. ჩემი ეზო ნახე. ო, ბალა. ბიჭო, რამე რამდენად მეძახე ამ ანუ დღეს სახელი მაქვს, ძმაო. გიორგი. ხო. ჩემი ეზო ნახე. შენი ეზო არა არ მინახავს. არა, შენი ეზო შეადარეთ ხო, მაგრამ რომ მატოლებდი. სად შენი ეზო დანგრეული, მინგრეული, ზევითქვევით დადიხარ რა, გობლინების სახს აგავს შეჩემა რა. მოდი ნეიტრალურ თვალს შევადარებინოთ მე, ანუ ვიღაც საცაგინო. გასულათი გაქვს. ხა? არა, შენ ხო ნამყოფი ხარ პენსიაში. კი, შენი ეზო ხო მაქვს. ნახო. ის პანჩატური ნახე თან, მე აი ესე რონა შეხვიდა, აი განს. ეგ ეზოს ნაწილი არ არის, ძმაო. ხალხს შევადარებინოთ. თან ჩემი ეხა უფრო კიდე კალაბურს მოედანი დავასხი კარგად. პანჩატურიც უკვე. ვიყიდე შეჩემა. კვადროციკლი ეზოს მიერ არ შედის ეხა. ხო, პროსტო ესე გითხარ. აბა ვნახოთ შენი ეზო. და რა, ანუ შენი ეზო ნანახი მაქვს, რა დავამატე? არა. ბეტონი დავამატე. ეს ეხა. ეს უფრო ლამაზია. მანახე, აბა. ეს დაჟე ახარჩა. მანახე. თავის ტრავერტინებით აქ წითელი პანდუსი არის. მანახე. ეს მეუბნებო, ჩემი ეგ მიხნ არა, მოხული. ძალიან კაი. ძროხის ცხენები, ცხენები დადიან. რავი. ჩემი ეზოს ფოტო მაქვს რო. შენი ეზო უფრო სხვანაირი არის ეს რაღაცა. თითქოს ვაზი უნდა იხმარე ჩაყო. ლაქშერი, იხმარე სიტყვა ლაქშერი. ხო. მე არა მაქვს. ლაქშერი.
ნახე ეს როგორ ლამაზი გამოვიდა. ხო, ძალიან კაია. აი მე ფაჩარივით ამოსული ბალახები, აქეთ-იქით. აი ტრაქტორმა ემუშავა ძმო. ტრაქტორმა ემუშავა, აი რაღაცა ყალიბა იცის. აუზი? აუზიც კი ბატონო. შო, აბა შე, კაი, მოვიდა მინდია შენთან სახლში. ფანჩატურში. ეს უნდა შეიყვანო, ფანჩატურში ეს თან. რამდენი ხას იმა? მაღალია ეს. 28. შეხო, ჯერებია. მე ვერ შევდივარ მაგალითად. იმიტომ ის 1 სანტიმეტრით მაღალი არის და კალა შე რამდენი შენც ხო სადაც ხო 12-მდე ვარ. ხო 12 თმები გადის შე. ხო გააჩნია კი. თმები მოძრაობს რა. არა ხა მან სავაწყობინე სამზარეულოს შენ ხვალე მოიტანს. არ მაქვს ფოტოები რა. ხახვი, აქედან სიყვარული. კაი, ნელა ბოლოსკე უნდა გავიდეთ რა. არ გიქნა, იმიტომ რომ ბიჭო, იმით დეკებით შევფუტე ხა, ძალიან მაგრა შეჩემა. რა? ხუინა, დეკებით შევფუტე ხა ის. კაროჩი რა. დეკა ისა ხო? არ აქვს ზერო აყვავებულა ეგ არის ხო? არ ვიცი. აი, ხო იძახდნენ ხო ბავშვობაში, რომ პაპა ჩემი, მამა ჩემი ასწავლა. პაპა ჩემი რომ აი სახს აკეთებდნენ მთელი ცხოვრება აკეთებდნენ. ეგრე ვარ ეხა ბიჭო, რა დროს მივედი მაგ ეტაპამდე არ ვიცი. და რატო ვაკეთებ მაგას ეგეც არ ვიცი. 6 წლის რა. სადღაც 3-ის რო გახდებოდა რა, 2-3 წლის. ალბათ მაგიტორე ბიჭო რაღაცეთ კი არ მე ხა მართლა ჩემი იმას გეუბნები რა ბავშვი აი 3 წლის უკვე რო კონტაქტზე გამოვიდა რო გელაპარაკება უკვე მაგაზე იწყებ ფიქრს ავტომატურად რომ გახსენდება რა ის წარსული რაც მანამდე ნანახი გაქვს რა და მე იწყებ შენც იგივეების კეთებას რომ აბა სახში ხო კი არ მეზარება აი არა გეზარება კი არა პირიქით გთხოვს იმენა ითხოვს ორგანიზმი რაღაცები უნდა გააკეთო რატო უნდა გააკეთო ვერ ვიკარ სიამოვნებს მაგრამ რატო აკეთე აი რაღაც რატო აი მე უფიქრდები კამერა რატო ყალი რა ჩინა ბალახის დედასა იქნება თუ აი 10 წლის წინ პირობითად თუ იმაზე დაფიქრდებოდი რომ აი კომპიუტერი როგორ ჩაგედგა ახალი პროცესორი ეხა უკვე ფიქრობ რომ აი ბალახზე ბავშვი რო გაირბენს იქ ხო ბაზარი სხვაგან მიდის რა და მაგას ჭირდება რატო გითხარი ეგრევე რატო არა ერთი თვის რო არის და 3 აი შენთან რო კომუნიკაციაში შემოდის უკვე ადამიანად რო აღიქვან ხდები აი ჩვეულებრივი ადამიანი რო ხდება შენთვის ჩემთან ესე მოხდა ყოველ შემთხვევაში. მე არ ყავს ბავშვი, მაგრამ მეც ეგრე ვარ. ჩემი ძმა პატარა აღარ არის. ბავშვი არ ყავს, იმიტომ გამოგდის მე. ვიზუალებზე აღარ აფიქრობ, შენ თავისთვის ფიქრობ რომ გააკეთო. ბავშვი რო ყავდეს, იფიქრებდი რომ კარგად გააკეთო. ეხა პროსტა ლიჯბი. რა არ მოგეწონა ჩემს ეზოში? მე რამის და მე გითხარი, მიმიშვი მეთქი და ძალიან ლამაზად. რა მიგიშვა, შენი მიშვება, ანუ ვაფშე არც არ მინდა და მithumetes ვაფშე სტუმრადაც რომ მოდიხარი მე მეშინია რამე გაწამოდო ფეხი და გადაწვა. მანქანაზე მიგიშვა მახარა და აი მანქანაზე მანქანა ძალიან კარგი იყო და მოიცა ჩემ ეზოზე რა კორექტირებებს შეიტანა. შენ ეზოზე რაღაცები მითხარი ეხა იქნებ გავითვალისწინო. ნუ ვიტი ადგილზე უნდა გითხრა რა. და დამითვალო. ესა ჯიგარო ეხა გრუბად რო გითხრა არა. ამა ეს რა თქვი მე გაგიკეთებდი ამას. ცოტა ძვირიანი მასალაკლია შენთან რა. ძვირიანი მასალაკლია. აი ბილიქს შენთან რო გავაკეთებდი ამ ბალახს სურო აქეთ-იქით არ იყოს ესე თეთრ ბილიქს ეს გვერდებში თეთრებს ესე გაუკეთებდი გზა ხომ მიდის შენ. ხო. აი თეთრ ქვები შეგძლეს ამოთხარო თეთრ ქვები ჩაყარო ეპოქსიდით და ეს რა მოაპირკეთო ეს და არ გინდა ეს მოპირკეთება. ეხა ხო ის ბეტონი არ მიდის იქამდე? ხო. ხო და ამ ბეტონს ესე ბორდიულებივით ამოუშენებდი. შიგნით თეთრ ქვებს ჩავყრიდი, რომ დაფაროს. და ამ თეთრ ქვებზე ნამტრევი კლდის ისა რა, ეს დავაფერდი რა. ნამტრევი კლდის. საფეხური, ანუ როგორ ფორმა, ლინდონ ფორმა. ოლიმპოსის უნდა იყოს ღვთის. ანასხლეტი იყო. სხვა დააყენეგდე დამოწული რა. ან ატენიდან რა. აი ეს ნამტრევი ესე რომ იდოს რა. და მას ეპოქსიდი რომ არ გაინძლეს, რომ არ გადამოიყაროს და წარმოვიდგინე რომ შედიხარ ამ თეთრ ზოლში პატარა განათებები ვაფშე იმენა გაგისწორდება გამოაცხადა. ვიზა მე ხო კოსმეტიკა უკვე ეს პირველად. რა არის კოსმეტიკა შეჩება? ანუ პირველადია რომ აი გაშენდა დაამთავრე რაღაცამდე მიიყვანეს ბეტონები დააცხი და მე არის შელამაზება ეს ჯერ ისა. ფანჩატური უნდა შეფუთო შუშის ყველა ვარიანტი. რატო? იმიტომ რომ ზამთარში არ გინდა იქა. სხვათა შორის სწორს გეუბნება მართლა. მოგიდება და მე წვენი უნდა შუშითო შეფუთა შუშით მაგრად გაგისწორე. გაღებაზე გააკეთე ეს შუშა ოსალიასკაზე არის და ზაფხულში ეს შუშები გაიღება. კაი დიდი შუშები დაჭირდება მან. ო, აბა ეხა ფულის ხარჯვა არ გინდა შეჩება. რა ფულის ხარჯვა ამიდა ყველაფერი მან მაქვს ჩადებული შეჩება რაც კი კაპიკი მიშოვია. მე ბევრს არა ვხარჯო. აი ეხა იმ დღესო დავფიქრდი ეს სახლის ავაწყო შევა 5000 ლარი ანა მაგ დახარჯო იმ დღეს წებოცემეტი ვიყიდე 80 ლარად ბარტერი თავის გამოვარჩი და ძალიან ნერვობდი 80 ლარიანი წებოცემეტი რაყალო რას უნდა წავუსვა მე. აგრავი ნერვი. რითი აკეთებ შეჩემა? ცოტა იქა, ცოტა. არ ვიცი ბიჭო, აი მართლა გეუბნები, გიფიცები რა.
არა, ჩემთან უფრო გაუსწორდება ადამიანს რომ მოვა, იმიტომ რომ გასართობი მაქვს უფრო მეტი. შენ ბავშვისთვის გინდა რომ სიმწვანე იყოს ბევრი. ჩემთან გასართობი არის. ბავშვისთვის ბავშვი გადმოვადეს თავს დაარტყავს ტრამეტის ქვას. რას იზარ? ხო და ბალახები შენ გასართობი გაქვს ისა კალადბურთი, აი კალადბურთი არ გამისტორდება სადაც არ მივიდე მართლა. შენ? არ მჯერ, ესეთ სპორტული ადამიანი? ხო, აი ყიდია, წავალ და არ თამაშობდი არასდროს? როგორ არა? რამეს ისე სპორტს არ მიყვება? ბიჭო, მე მიყვარს მაგიდის ისინი რა. ჭიდაობას ბილიარდის თამაში. თამაში იცი? ბილიარდი, კარგად არა ნორმალურად ეხლა. პინგ-პონგიც მაგ ძმაო. სულყლელობები ხდებოდა ხოლმე რა. მაგითო აღარ განვიკარდი. არ გვიშვებდნენ ხოლმე რა, რო იქო თამაშობდი. რამდენჯერმე ყლობა მოხდა ჩვენთან წინ და მე დელჩემი აღარ მიშოდა ხოლმე, ვიპარებოდით ხოლმე რა. აუზი ხო გინდოდა, რატო ვერ აკეთებ? ეგეც უფასოდ რო გინდა, მაგის ბრალი ხო არ არის ეგა? არა, დავფიქრდი. და არ გინდა აუზი. აუზმა რა ტერიტორიაც უნდა წამართვას. იმ ხელა სარგებელს ვერ მომცემს. ხო, თან შენ სტუმრიანობა არ გიყვარს დიდად. არა, რა სვეშა, მე მიყვარს საჭმელები, სტუმრიანობა ოღონდ კვებითი მხარე. ვთქვი? კვებითი ნაწილი. კვებითი ნაწილი. აბსოლუტურად ყველაფერი მაქვს, რაში შეიძლება რომ გაუცდე საჭმელი როგორ გაკეთდა. აი, არ არსებობს. აფეთქებული ქვაბი. ხო და არ არსებობს დანადგარი. ესე რომ ჭამ აი რაღაცა ეგეთი რაღაცები კიდე გვერდულად იჭმება. რა ვიტყუები ბიჭო? ბოლოს შედება. ანუ მე გამართულად ვერ ვიდექი. არა, ეგ სამზარეულოა შეჩემა. ეგ დაიწია. ეგ ქვედა ნაწილი ავწიეთ 10 სანტიმეტრით და მაგიტო ვერ ვიდექი. იმიტომ რომ წყალს დრენაჟი ქონოდა. ეხლა ეგ დავწიეთ ხო. სამზარეულო გარე ოღონდ. გარე სამზარეულო, არა, მომსახურე სამზარეულო ფანჩატურის. ფანჩატურს ხო ცალკე ემსახურება სამზარეულო. აქედან გამოტანილი საჭირო. და მომსახურე რადგან შეხარ შენ ზომაზეა ზუსტად გადაჭრილი ხა. არა, ეგ გავადიდე მეთქი მაგას გეუბნები. ხო. დრენაჟი მოგვივიდა მაღალი და ხა დავშალეთ და დავწიეთ. დავეტევი ხა მე? არა, ფანჩატური არის 3 მეტრი სიმაღლეში. ხო. იქით ამხარე რაც უნდა აში. ჩემ უფრო მაღალია კიდე. არა, ავიგე ბიჭო, შენი არის ქათმის ფეხებზე დგას რაღაცა შეჭემა და რატომ იმას მიშვები ხოლმე გინდა რომ გავაკეთო კომენტარი. კაი, ბოლოსკენ უნდა გავიდეთ რა შეგვიძლია. კაი, ჩვენი ეზოების. კიდე გავაკეთოთ ვიდეო, შენ და ჩემი ეზოების, ოღონდ რომ ორჩება მე. ბოზარი არა. ბოზარი არა. ანუ ჩემი არის გონია რომ სადღაც მაიამიზე უნდა იდგეს და ცალკე უნდა იყიდებოდეს. მე ტერიტორიით გიგებ რა პროსტა. ვის ვიგებ ტერიტორიით? ანუ ტერიტორიით გიგებ, იმიტომ რომ უკან ტყე არის პირდაპირ. გვერდზე მეზობლები არ მყავს, გვერდზე მდინარე ჩამოდის. ეს რა ეძახი, შეჭება ის. მე ვარცოფი რომ მოდის ხოლმე ეგ ტყე ოსაკრებო ჩამოვა და სახლიდან წაგიგებს, მაგას ეძახი ტყეს. ესეც სიცამზე სანამ ჩამოვა. ხარ და აი ირემსო ტრაქში ხელს შევუყოფ, მაგრამ შენი არის აი ესეთი კლდე. შეჭება ალპინისტი უნდა იყო იქ რომ აცოცდე. შვილი იყო. შენი სახლი. შენი სახლი. ჩემი სახლი აქა, გალანში ზევით, გიორგი წმინდაში. ხო. ეს დაიგივია მამე. არა, ეს ბევრად დაბლა არის ჩემზე. ხო. რანაირად ვარ ბევრად დაბლა, იმ დროს დავგუგლეთ და მე უფრო მაღლა ვიყავი შეჩემ. რანაირად იყო? არის დაახლოებით. ნორიო იყო ზის დონიდან, უფრო მაღლა ვიდრე გლდანის ეგ. ზის დონიდან დაბლა იქრა. ზის დონიდან. იმიტომ რომ ჩემი არის ზის დონიდან დაბლა. გადაცემაშივე დავგუგლეთ, შეჩემ იტყუები. არა, ვიტყვები. მართლაც ნორიოში ცივა ხობე, არა, ცივა. ისხობა არ იქნება. არა, იყო 60 მეტრი თუ რაღაც. კაი, კალა უნდა დამიხმაროთ. არა, ვერანაირ ვერ დაგეხმარები. აქ უნდა დავდოთ ჩვენ ახლა პირობა რომ გავაკეთებთ. დავай, ბაზარია. ეზოს განხილვას. ანუ რომელი უფრო გემოვნებიანი იქნება. და აი ლაქშერი და ლამაზი. ლაქშერი და ლამაზი. ხო. ხო. არ ვიცი, ხალხმა შეაფასოს მე რა. აი, ხელები ამც ჩემი დედა. მე მოვალ შენ ეზოში და გავაკრიტიკებ და შენ მოყვალ ჩემ ეზოში. ერთი ფოტო ჩავაგდო და მთელ სახლს შეადარე შენსას. აი, რაღაცა ის მან გაკეთებული ნაწილი რა, რომელიც მორჩა, მივყვები სახლს რა, ჯერღობე, მივყვები. ეს ნაწილი თითქმის გაკეთებული მაქვს. შემზე ის ფოტო ჩავაგდო და შეადარე მთლიან შენ სახლს. სახლს. შენ უნდა უთხრა ეხლა რომ მეც შემიძლია ეგრე ერთი ფოტო გავაკეთო და შეგიძლია შეადარო მთელ სახლს. არა, ის კალათბურთს შინაარსი გატყუებს რა, ანუ ერთი კარგი მომენტი შეგიძლია არჩიო. ეს სიტუაციებს. ვერა, არც აკვეს მაგაშო. ფიზიკურად ლაქშერის ამბავი შეხა ჩემი აუზი ძალიან ლამაზია, კალათბურთს მოედანი ძალიან ლამაზია, სიმწვანესო ერწყმის ეს მოდერნისტული სტილი. არის ძალიან ლამაზი. ეგრო ასახო რა. პლუს ამას არის ხის სტადიონის საკეთე, აი ეგრეა, აი ეს მიყრი მოყრე. ხის სახლი ლამაზია. სტადიონი და აი ეს ედგას კალათბურთს. ხო და ადგილმდებარეობას ხა მეზობელი რო გიყურებს და ძირთად ის პრობლემა რო გაქვს, რომ ბავშვი მიყურებდნენ იმ დღეს ვიყავი სახლში, აი პრობლემა არ მაქვს და მაგითაც გიგებ. ხო რა არა გაქვს, შეჭემა გააცემაში გაქვს ნათქვამი ეგ. არა, კარები გავაკეთე. კარები თუ გააკეთე იმ ხელა რომ ვეღარ ვიყურები გარეთ? არა, შეჭემა ეგ იმიტომ რომ ისამე. კაი, ნუ მე ლამაზად არის. არა, ლამაზად არის. რას ეს იმას ახარჯავს ენერგიას ამას ამ სახლს? ეს არის ღობე.
არა, ადგილმდებარეობა ისეთია რა მაინც. ეს არის ისა. ბუხარი. არა, მე არ გეუბნები, მე სახლი არ მithქვავს, მე გითხარი გარე ეზოს აჩქო ეხა ამ ფოტოებს ჩაგიგდებ. გობისა. და მაკამუანათ. არაფერი არ ამომაშ მე ჩაუგდებ ძმაო. შენ ჩაუგდე. შენი ღობე ჩაუგდე. ღობეები შევადაროთ. ჭუჭვების დატოვება დავიწყოთ ღობეებით. ცალკე არ გავაკეთოთ ეგ ამბავი. კი, ცალკე. არა, აქ უბრალოდ ცალკე, ეხა რას მე ფლექსავები, ბიჭო, ცალკე იქნება ეგ ვიდეო. არა, შენ ზარო ეცო. არაფერი არ ამონათდე საქმე. ეს იქნება ოპერატორების მოპოვება ეხა. არა. ამან ღობე ეხა გააკეთა ზიზია, ლამაზი, გალაკული და არა, რა ღობე ეხა გააკეთა, ბიჭო. არ მაინტერესებს. თანაბარ პირობებში. თანაბარ პირობებში. ტრაქში გაიკეთე ეგ ბუხრის ისა რა ფოტო. ბუხარი მკიდია. ბუხარი მეც მაქვს შეჩემა. შემაწე ტრაქში. ნახე, აი ეგ ჩამისვი რა. თავის ღობე, ჯერ ღობები დავიწყოთ, კარები და ღობე. ეგ არის ჩემი. ვისი უფრო ლამაზი არის? ხალხმა გადაწყვიტოს. კაი. მინდიას მადლობა. მახარა დღეს გადათხოვნდი. ბოდიში ხალხის სახელმწიფო გამოგაგდეს სამსახურიდან ჩვენი ხდით ბოდიშს ვინც უყურებდით. მინდი არის. მე გეტყვი რომ აღარაზოს უყურებ ზედადას რეიდან რო გითხრა რომ აღარაზოს სახელმწიფო და ეგ გავაგრძელებ. მინდიას ორ შაბათობაში დავპატიჟებ, მე იქ ვილაპარაკებთ უფრო სპორტულ იმებზე, თორე შენ ხა მაგაში კომპეტენტური არ ხარ. მაგრამ უფრო დიდად გაიზრდება YouTube არხი და რაღაცები უფრო წინ წავა და უფრო კარგად გამოგადგება რა. და მე მგონი რომ დარწმუნებული რო არ იყო მაგაში, მაგ გადაწყვეტილებას არ მიიღებდი. და ჩვენგან საფორტი ყველანაირად ხელები აგვიწევს, იმიტომ რომ კარგი ხალხს დიდი სიყვარულით ან მინდიას არხი იქნება აღწერაში. ამონათდება კიდეც. ამონათდება, გადადი და გამოიწეროთ ვისაც მოგბერძდათ ორშაბათობა შეგიძლიათ გამოიწეროთ უკვე მინდიას არხი, რომ იქ ჩანაცვლა სპორტისტები ნორმალური მართლაც რომ კომპეტენტური ადამიანით და ეს ორი ვიღაცის რაღა ტაქსის დაკება რო ის იმაზე ვიკიპედიაზე ზის და მეორე რაღაცები უკვე ტვინი მოედა ვყავი მე და ტვინი ძალიან კარგი. შემდეგ ხუთშაბათ შევხვდებით კლავ ერთმანეთს, იქამდე კი მე და მახარა მივიდივართ სანადიროდ, მახარა ირემს ნო ტაკოს თითი ტრაქში, იმიტომ რომ ესე ნადირობს თურმე ესე გავავწიეთ.